თითო ტყუილიდან მაინც უნდა თავისუფლდებოდე თუ დღეში არა კვირაში მაინც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანის ცხოვრებაში ურთიერთობების კოუჩინგი. იცით რამდენ რაღაცას ათრევს ადამიანის ზურგით, რომელიც თავისიც კი არ არის. არ უნდა გინდოდეს, სულ კარგი ჩანდეს, უსაყვარელი, რა მიზნით ვაკეთებ ამას? ისევ მინდა აღიარება. ჩვენ ვიხარჯებით ჩვენი ყურადღებით ვართ გარეთ სხვასთან სხვის საქციელში. მე მაქვს 5 წამის მეთოდი. Life coaching ძალიან აგრესიული მეთოდია და ამას არ სჭირდება 6 თვე ფსიქოთერაპიაზე იყო. რო გავედი გარეთ შევამჩნიე რომ ხეები იყო და რამდენი ხანი არ დამინახია რომ ხეები არის ქუჩაზე. მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზაში მეცნებისკენ და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქალბატონი ხათუნა მზექალაშვილი, რომელიც არის life coach და მეტაფიზიკოსი. გამარჯობა. რომ გვითმოთ დროს და დავიწყოთ შეკითხვით, რას მოიცავს თქვენი პროფესია და რა შემთხვევაში შეიძლება თქვენთან მოვიდეთ? Life coach მაინტერესებს ახლა მეტაფიზიკაზე გვაქვს ასე თუ ისე წარმოდგენი. კი ბატონო. დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემი მოწვევისთვის. პატივია. ნიჭიერ კაცთან საუბარი. ხო, life coaching-ი შევისწავლე ამერიკაში. ტონი რობინსთან. ეგ იყო ჩემი მასწავლებელი. ეს შემოვიდა ახლა ტონი რობინსის ნაზრევი იყო და იდეა მას რო კითხეს რომ აი ვინ ხარ გურუ ხარ ფსიქოლოგი ხარ რა ხარ და არა და ბოლოს თქვა მე ვარ life coach-ი და მთელი ეს coaching-ები წამოვიდა აქედან მაგსავლებიდან. რას ითვალისწინებს? ახლა მე ძალიან დაინტერესებული ვიყავი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანის ცხოვრებაში ურთიერთობების კოუჩინგით. Life coaching-ი ფსიქოლოგიისგან იმითი განსხვავდება, აი ფსიქოთერაპევტისგან, რომ ეს უფრო სწრაფია. ძალიან აგრესიული მეთოდია და ამას არ სჭირდება 6 თვე ფსიქოთერაპიაზე იყო. ძალიან სწრაფი მეთოდია, გიბნო შეიცავს აუცილებელზე აუცილებელია. ხო, ეს მაინტერესებს და შედეგებს. იცი რა არის, აი რაღაცა საოცრება, ყველას არ შეუძლია რომ life coach-ი იყოს. თავარია რომ მოსმენა იცოდე. და ფაქტიურად პასუხებს პოულობ მის საუბარში და life coach განსაკუთრებით ურთიერთობების life coaching-ზე როცა არის საუბარი, ხო? მოსმენის დროს შენ იქ პოულობ იმას რა ეშლება და იქ შეგაქვს ნათელი. ანუ სწორი კითხვები უნდა დაუსვა და უნდა მიიყვანო იქამდე დაანახოს ათეშლება. და ფაქტიურად აი იდენტიფიკაციებიდან გამოყავს საკუთარი ტყუილებიდან აი როგორც კომპოსტო ესე იფრცხნება ადამიანი და როგორი ის არის იცი აი რაღაც ამერიკელები რო ამბობენ light bulbs რო აგენთება უცებ რაღაც უცებ ხვდები რამხელა ტყუილში ცხოვრობდი და გჯეროდა თუნდაც ერთი წინადადების ძალიან საინტერესოა მაგრამ აი ყველა მეკითხება რა მეთოდია ტონი რობინს რო ვკითხო რა მეთოდია ვერცის ვერ გეტყვით. ანუ ყველაფერს ერთად შეიცავს. მე ფსიქოლოგიად შესწავლილი მაქვს. გესმით? უბრალოდ ეს არის, აი, ადამიანს უნდა გქონდეს. მეტაფიზიკამ ძალიან გამიადვილა ეგ საქმე კიდევ უფრო მეტად. თუ უსმენ ძალიან ყურადღებით ვინმეს. იქ აი ასე აჩვენებ, უცებ წინ უდებ, სინათლე შეგაქვს რა ეშლება თავად. და აი განათების მომენტი აქვს ადამიანს. ან თვითონ ადამიანი აღმოაჩენს თავის პრობლემას და გადაჭრის გზას. გადაჭრის გზა. არა, ნახე, გადაჭრის გზა როგორი რაღაც არის, იცი? აი, თქვენ შეგიძლიათ რომ თვალი დაინახოთ ახლა თქვენ სახეზე ამ მომენტში. ვერა ხო? რატო? ძალიან ახლოს არის. ხო ისეა? Life coach-ი გჭირდება აი როგორც რომ რაღაცა დისტანციაზე უნდა გამოგიტანოს. როცა შენ პრობლემასთან ძალიან ახლოს ხარ. მაგიტომ ვერ ხედავ, თორე განარამე გაკლია ვინმესთან შედარებით. ანუ თიც იმიტომ ხედავს ადამიანი რომ დისტანცია, მაგრამ როგორც კი ჩვენ ლაპარაკი გვაქვს
ერთი და იგივე ავტომატურ გამეორებად ემოციებზე, დამახსოვრებულ ემოციებზე, დამახსოვრებულ ფიქრებზე და ისტორიებზე, ხო? იმდენად ახლოს არის, რომ შენი ხედვა არ გაქვს. და life coach ესე გარეთ გამოგატანინებს და სწორ კითხვებს გესვა. დისტანცირებაში გვეხმარება. დისტანცირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი. ადამიანს არ შეუძლია თავისით გზა გაიყვალოს არც ფსიქოლოგიაში და არც რელიგიაში მასწავლებლის გარეშე. იგი გივია რომ იფიქრო დედის გარეშე ბავშვი ფორმირდეს და ჩამოყალიბდეს, დამწიფდეს და გაჩნდეს. ეგ არის შეუძლებელი რაღაცა. საჭიროა აუცილებლად. იმიტომ შევისწავლე ესე ეხლა მე მქონდა მაგისი ფუფუნება რომ წამყვანი კოუჩების და წამყვანი გურუებისთვის მომისმინა და დავსწრებოდი და ამეღო ის ტრენინგები 20 წლის განმავლობაში. და ყველაფერი ერთად ეხა ფაქტიურად ჭეშმარიტება ისეთი რაღაცაი ნებისმიერი გზა რო აირჩიო ერთი და იგივე ადგილას გადიხარ სადღაც. გესმით, აი სიმართლეში თუ მიხვალ, ხო? ყველა ერთი და იგივე ადგილას ჯგუფდება. და მე ხვდები რომ ეგენი ერთმანეთის გარეშე არ არსება, მე ფსიქოლოგიის გარეშე, ფსიქიკა ისეთი რაღაცა მატერიას სულთან აკავშირებს და მდინარის ორი ნაპირის შუაში რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თავის ლაბირინთებიანად, ხო? იმას შესწავლა სჭირდება. თუმცა იქ მარტო ფსიქოლოგია არ გიშველეს, იქ აუცილებელია რაღაცას ეზოთერულს შეეხო, იმისთვის რომ ადამიანი გათავისუფლდეს საკუთარი ლიმიტაციისგანაც და მერე უკვე კოლექტიური ცნობიერების ლიმიტაციისგან და სხვების გავლენისგან. და მერე უკვე აი რომ გამოდიხარ გავლენებიდან, ხო? შენ უკვე პროგრამა აღარ ახარ. შენ ახარ ის, ვინც საკუთარ თავში არჩევნის თავისუფლებას იყენებს და შემოქმედი ხდები. ისედაც ავარ და ესედაც. პროგრამად შემოქმედებით ნაწილს იყენებს, ხო? ის გაუაზრებელი ფსიქიკა ტრიალებს და იყენებს. მაგრამ თუ უკვე გაცნობიერებულად იყენებ მაგას შენს ფსიქიკას, იმიტომ რომ იმისი მართვა შეგიძლია. და მაშინ ადამიანობამდე ხარ მისული. აი life coaching-ი ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ მაგ პროცესში მეტაფიზიკასთან ერთად არ ვიცი, ჩემთვის ესე იმუშავა. მე მაგით მივახციე ყველაფერს ჩემს თავში, თუ რამეს ვფლობ და თუ სადმე მშვიდობა ვიპოვე, ან ჭეშმარიტებაში გავიღვიძე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ ფიქრის გამოკვლევა ისწავლო და life coaching-ი ძალიან მაგრად აკეთებს მაგას. შენი ქცევითი ის რა ქვია, შენი ქცევებს, თვისებებს, ფიქრებს, ისტორიებს ამის იკვლევა ადვილია life coaching-ით. აი გათავისუფლება ახსენეთ და რამ მეთოდებით შეიძლება მოვახდინოთ? თქვენი პროფესიიდან გამომდინარე გათავისუფლება და ზოგადად ეს რამდენად მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ, აი ყოველდღიურობით დავიწყეთ და ამ ხელა თემებზე გავედით, ხო? აი ეს გათავისუფლების თემა. თვითონ თავისთავად რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად თავისუფლები ვართ სინამდვილეში ჩვენ და მე რა ხერხებით შეიძლება მივახციოთ ამას? კი, ეხლა პირველ რიგში ზოგადად ძალიან გლობალურად რომ ვთქვათ, დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის ყველაზე მაღალი ფენა ჩვენ ვართ, მაგრამ ეს იქნებოდა სასაცილო გვეთქვა, რომ ჩვენ ვართ ტოტალურად თავისუფლები, არის ტყუილი. ჩვენ ვართ 48 კანონის ქვეშ, კოსმიური კანონების ქვეშ და აქ არის თამაშის წესები. აი როგორც მაგალითად ფეხბურთს აქვს თავის თამაშის წესები, იმიტომ არის ფეხბურთი ესე ყველასთვის მისაღები. ძალიან ცხოვრებისეულია. იქ უნდა იცოდე თამაშის წესები, კოსმიური კანონები. ხა ჩვენი რელიგია მაგას ძალიან მაგრა ასწავლის. ერთი კანონიც რო აიღო, ხო? აი, ყოველდღე გახსოვდეს, რომ რასაც გასცემ მარტო ის არის შენი. არც არაფერზე ხარ ჩამოკიდებული, არც არავის ედავები თუ არ დაგიბრუნეს უკან, თავში აზრადაც არ მოგდის და ყოველ წამს ხარ პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე. ხა თავისუფლება, აი როგორ დიაპაზონში ვართ თავისუფლები და როგორ გავიგოთ თავისუფლება. იმიტომ რომ ბავშვობისა და თინეიჯერობის პერიოდი ხა გარკვეულწილად რაღაცა ფორმის მონობაა, იმიტომ რომ გეუბნებია რა ჭამო, რა ჩაიცვა საწახვიდებისთან, იმეგობრო რა არ გააკეთო რა, როდის წახვიდე რომ ესაძე ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველას უნდა რომ
თავისუფალი იყოს აი ამ კანონებისგან, ხო, რასაც ოჯახი გეკანონებს. მაგრამ ეხლა მაგას ცოტა ფართო გაგება სჭირდება, რომ კი ბატონო, ჩვენ უნდა რაღაცა 21 წლის ასაკიდან განსაკუთრებით უკვე გამიჯვნა უნდა ხდებოდეს, რომ საკუთარი შეცდომებიდან ისწავლა 28 წლამდე და 33 წლის ასაკში რაღაცა სულიერების ყნოსვა უნდა, აი რაღაცაში გაყვავილებული უნდა იყო რა, უნდა იყო მიახლოვებული, შენი საკუთარი მეთოდი მაინც უნდა გქონდეს ნაპოვი და რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა უკვე საკუთარ თავში თავისუფლებაზე. მანამდე ჩემთვის გასაგებია ახლა იქ რომ გავარბივართ და რაღაცა რაც გვინატრება რომ გონია რომ ეს არის თავისუფლება და უცებ რომ აღმოჩნდები რომ ერთი დამოკიდებულებიდან მეორე დამოკიდებულება. უბრალოდ სახელი გვარი და რაღაცები შეიცვალა, მოვლენა, ნივთიერება და ასე შემდეგ. თავისუფალი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ დედამიწაზე მაშინ არის, როცა საკუთარ ქვეცნობიერის პროგრამაზე დამოკიდებული არ არის, ანუ შენ უნდა შესწავლილი ქონდეს რა იდენტიფიკაციები გაქვს და უნდა გათავისუფლდე იმასგან, აუცილებლად მეხსიერებიდან უნდა გათავისუფლდე და სურვილებიდან. ეხლა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ან იდენტიფიკაცია არ გაჩნდება და რაღაცა ფიქრები და ემოციები არ გექნება. ეს სულელეა, ცოცხალი ადამიანი ხარ, უნდა გქონდეს უბრალოდ პატრონი ეყოლება იმას. ესე გაუცნობიერებლად აღარ მოხდება, ხო? იმის სიმღერა, რომ გაჩნდეს რაღაცა სიბრაზე კატაკლავოს და იქ აღარ იყო. იმას პატრონი ეყოლება და მოუვლის. აი ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებიდან მაგ იდენტიფიკაციიდან გათავისუფლება წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ან წარსულში განყოფებს ეგან მომავალში. რას გულისხმობთ მეხსიერებაში? ეს არის რომ აი თქვა დავივიწყო ვინ ვარ, რა მქვია, რა გვარი ვარ, ადამიანი რო ვარ, თუ რაღაცა კონკრეტული ტიპის მეხსიერებაზეა საუბარი, ეს რო დავიკონკრეტოთ. აი ესეთი რაღაცა ლოგიკაში ეს რომ დავივიწყო ვინ ვარ, ნუ ეხლა ამნეზია თუ არ დაგემართა ეგ როგორ უნდა დავივიწყო. ანუ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ გონების დონეზე. ადამიანში არის სხვადასხვა განზომილებები, ხო? გონების დონეზე რა ხედვაც არის და რა შეგროვილი რაღაცა ინფორმაციის data რაც არის, ხო? იმის დიაპაზონში თუ აზროვნებ, დედამიწაზე ჩვეულებრივ ურთიერთობებში ჩვენ გვჭირდება გვახსოვდეს რა გქვია. ეხლა მე რო აქ მოვიდე და მკითხოთ რა გქვია და გითხრა არ მახსოვს. ნუ ეხლა ყველაფერს თავის დატვირთვა აქვს და თავისი ადგილი თავის ადგილზე, ხო? მნიშვნელობა. მაგრამ როცა უკვე თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ეს აუცილებლად გონების მიღმიერი ისა მდგომარეობა, ეგ უკვე აღარ არის ობიექტი გამოცდილების. ამიტომ ზოგჯერ ხდება ეხლა სიტყვებით ჭეშმარიტებას ვერ იტყვი ვერანაირად და აი მაგალითად თუ მომიხდა რომ ერთი და იგივე რაღაცა გავიმეორე ორჯერ ზედისეთ, თქვათ დღეს და ხვალეც ვიღაცას ვესაუბრე. უკვე უფერულდება ის სიტყვა. აი სიჩუმე არასდროს არ უფერულდება, უფრო ძლიერდება იქ ჭეშმარიტება და რო იტყვი ერთხელ იტყვი ორჯერ და იცვითება ეს სიტყვები, რაღაცა კარგავს მნიშვნელობას. აი რასაც თქვენ მეკითხებით, ხო? ეგ არის მდგომარეობა, სადაც არ აქვს მნიშვნელობა აი ეს იდენტიფიკაცია გქონდეს, რომ მისი შვილი ვარ, დედა ვარ, და ვარ, ეს მქვია და ეს გენდერი მაქვს. საკმაოდ რთული ამოცანაა, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ არის მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ დაბადებიდან ვიწებებთ, ან ვაწებებენ, ხო, გარკვეულ იდენტიფიკაციას, რომ აი ასეთი ხარ, ისეთი ხარ, უფრო მეცაც ვიტყვი, უნდა იყო, ასე უნდა მოიქცე, ისე არ უნდა მოიქცე, ასე უნდა ჩაიცვა, ეს უნდა ჭამო და ამდენი უნდას მერე. კი. უცებ ხა ამ ყველაფრისგან გათავისუფლდე, არ არის მარტივი, რამდენად შესაძლებელია. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ ერთი რაღაც თამამად. როცა გავჩერდი და დავიწყე უბრალოდ მოსვენა, ისე გარეთ გამოვიტანე, როცა ვამბობ რომ გარეთ გამო, აი როგორც life coach, აი რა მეთოდს ვიყენებ ძირითადად. ანუ ძალიან ახლოს რო არ ვიყო ფიქრთან, ხო? ყველას ვაწერინებ თითო წინადადებას, მარტივ წინადადებას, მაგას არ სჭირდება ერთი ალბომის შევსება. ესე დისტანციიდან ვუყურებთ, ხო? და კითხოს მარტივ კითხვას ვსვავ, რომ აი არ არის მარტივი, ან ძალიან რთული
რთულია იდენტიფიკაციებიდან გამოსვლა. და ესე ფიქრობ, რომ მართალია, რომ ძალიან რთულია, ჯერთიაც არ გაგიკეთებია ადამიანს რა იცი, ხო? და აი ელემენტარულ გუძრფელ სიმართლეს დებ, რომ იქ ჩამოყალიბდე ტყუილი მართალისგან, როგორ განასხვაო წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობა ტყუილის ცენტრიდან ფუნქციონირებს. და ყველა წინადადების გვჯერა. და მე მივხვდი, რომ ალბათ გაბწყინებულ ადამიანს სხვებისგან განსხვავებით აქვს კითხვის ნიშანი. ყველაფერს უსვავ კითხვის ნიშანს აბსოლუტურად. და მე დავუძვი ჩემ თავს, ეს რთულია მართალია? და იქ მივხვდი, რომ რასაც დავიჯერებ, ესე იქნება. და იმასაც მივხვდი, როცა ვამბობთ, ეს რთულია, ეს არ შემიძლია, ამას ვერ ვაკეთებ, დავიღალე, მეტი არ შემიძლია. ეს არის უბრალოდ ტყუილები, რომლისაც გვჯერა. ისაც მართალია ჭეშმარიტებაში, არც რთულია. მაგრამ მე იქ კითხვა ისმის, რომ აბა რა არის, აი როგორი დამოკიდებულება გავიჩინო მაგასთან. ჯერ ერთი მაგისი ინტერესი რო გაგიჩნდეს, რომ მაგას მიაღწიო მაგ მდგომარეობას. შენ ცხოვრებამ უნდა მოგარტყას, სხვანაირად დედამიწაზე ახტება და მაგას ვერავინ ვერ გაექცევა ვერასდროს. ან უნდა გურუ იყო დაბადებული სისტემატურ რეინკარნაციაში, თუმცა ისიც ისეთ ადგილას იბადება, რომ არ ჩაიწეროს. ამიტომ სასახლეში არც ერთი არ დაიბადება. იმას მოშივდება, მაგრამ გაიღვეწებს არაუშავს. აი ჩემთვის მაგალითად აი ესეთი თვითრეალიზაცია მოხდა, ეგ კითხვა რომ დაუსვი საკუთარ თავს. ის არის მნიშვნელოვანი, რომ როგორმე გავარკვიო რთულია თუ მარტივია თუ აი ამ გზაზე როგორ დავდგე. და რომ დავდექ იმ გზაზე და გულწრფელად ყველა აი რაც კი გავიფიქრე, ყველაფერს უბრალოდ კითხვის ნიშანი დაუსვი, რომ ეხლა ეს გავიფიქრე, ეს არ შემილია მართალია? თუცებ მივხვდი, რომ აი რაღაცნაირად ჩემი მივხვდი, რომ ობიექტი არა ვარ, პროცესი ვარ და სულ პროცესში ვიქნები. სანამ ცოცხალი ვარ, ქმედებაში ზედაპირზე სულ პროცესი ვარ. და მაშინ მივხვდი, რომ გზა არის ყველაზე დიდი purpose, მიზანი ადამიანის ცხოვრებაში და აი მან გამეღვიძა რაღაცნაირად, რომ ანუ მაშინ მივხვდი, ხა მილიარდჯერ გვაქვს მოსმენილი ეს წინადადება, რომ შედეგზე ნუ ხარ დამოკიდებული, it's not the destination, it's just the way, ხო? და აი მაშინ მივხვდი, რომ იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, რას მიაღწევ, იმიტომ რომ ბოლო წერტილი არ არსებობს. იმას აქვს მნიშვნელობა, შენ გზაზე დგეხარ თუ არა? რა გზით მიდიხარ? რა გზით მიდიხარ? სწორი გზით მიდიხარ თუ არა? და თუ გიხარია. თუ აი მასე დაისახავ, ეს არის ძალიან რთული და იქ ხაი ოფლებით გდის და აბა ვინ ვიპოვო ეხლა და მასაც მოусმინე იმასაც და კიდე უფრო მეტად დავება, ძალიან არასწორ გზაზე დგეხარ. თუ სწორ გზაზე გადაუხვიე, ყველაფერი მარტივდება და ნელდება. თუმცა ვიღდი, რომ შიგნიდან, ხო, კანონები იმისი საპირისპირო ამოტრიალებული, რაც გარეთ არის. აი როგორც მაგალითად სიმაღლე არის ამოტრიალებული სიღრმე. ზუსტად იგივე კანონია და ესე შევაჩერე. რაღაცა აი მეც ჩემს live coaching-ში ჩემთან რომ მოდის ვიღაცა, ხო? აი რას ვაკეთებ, ეს სწრაფად რომ მომიყვება ცრემლებით რაღაცას ვეუბნები. აი ეს პირველი ორი წინადადება და გავუმეორებ ხოლმე, იმიტომ რომ კარგად უსმენ. აი ეს ნელა თქვი. იმ ერთ წინადადებიდან შეიძლება რომ დაგანახო სადგეშლება. ოღონდ ნელა, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად არის მიჩვეული გონება აზროვნებას, რომ იქ ტყუილი მართალი ერთმანეთში აზელელი. თუ შიანელებ, ისე ამოვნებ კიდეც, ხედვაც გაგიჩნდება და მიხვდები სიცოცხლე როგორ ჟრიამულობს ნებისმიერ ქმედებაში, ფიქრში, მოძრაობაში, აი ყველაფერში აბსოლუტურად. ეს სწორი გზა ვახსენოთ ახლა თქვენ ახსენეთ უფრო სწორად და როგორ დავაიდენტიფიციროთ გზა სწორია თუ არა, რომელსაც ცხოვრების გზაზეა. საუბარი აი მე რაც ცხოვრებითაც ვცხოვრობ, თითოეული ადამიანი არსებობს თუ არა ესეთი რაღაც შეფასების კრიტერიუმები, არ ვიცი, რაღაცა ფორმულები ან რაღაც მოსაზრებები, რომ მე მივხვდე, რომ სწორი გზით მივდივარ. აი როგორ უნდა დავაიდენტიფიცირო თვითონ ეს, რომ ეს სწორ გზაზე ვდგავარ. ეხლა ჩვენ თავისუფლებაზე საუბარი დავიწყეთ და მაქედან გავედით ეხლა მაგ თემაზე. თუ სწორ გზაზე დგეხარ,
თითო ტყუილიდან მაინც უნდა თავისუფლდებოდე თუ დღეში არა კვირაში მაინც, ხო? როგორც კი ეცით რამდენ რაღაცას ათრევს ადამიანის ზურგით, რომელიც თავისიც კი არ არის. უბრალოდ ოჯახში, ზოგჯერ შეიძლება დედა, რომელიც სისტემატურად ნერვიულობდა ყველაფერზე, განიცდიდა ბავშვებს რა ვაჭამო, ჩემი მეუღლე რაღაცა სწორედ ვერ იქცევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგჯერ შეიძლება აღმოაჩინე, რომ აი ეს შიში, რაც დედა შეუყურებდა და ბავშვი მოწყვლადია ძალიან, აი შის ატარებ, შენიც კი არ არის. და კითხვა რომ დაუსვა, უცებ მიხვდები რომ მართლა არაფრის არ გეშინია. სხვის შიშით რატომ დაიცხოვრო? იმას რა გამოადგა, შენ რო გამოგადგება. ანუ ჩვენი ინდიკატორი იმისა რომ სწორ გზაზე ვდგევართ, ეს არის ნენელა მშვიდობა გაგიჭდება, საკუთარ თავში გადადიხარ ყურადღებით, სახლში ბრუნდები. სახლში დაბრუნება ისევე როგორ გარეთ ჩვენს ადამიანურ გამოცდილებაში მაინც ახლა დედასთან რო ჩავხვალ და უცებ კარტოშკასო შეკიწვავს და რაღაცა მოდი დედიკო და იქ რო გიმსახურება და გურგური განცდა იმოშვებული ხარ არანაირი სტრესი არანაირი დაძაბულობა ხო აი ეს კიდევ არის ძალიან ფერმკრთალი შედარება იმასთან შედარებით რომ საკუთარ თავში ყურადღებით ხარ და გარეთ აღარ იხარჯებ. აღარ ფიქრობ სხვას რა შეეშალა, რატო გითხრეს ესე, როგორ გაგიბედეს, ეს იდიოტები როდის უნდა გამოფხიზენ. აი მეებზე აღარ ფიქრობ. ხვდები რომ შენი საქმე არ არის და სწორ გზაზე როცა დგეხარ, თავარი რასაც მიხვდები და რაც life coaching-ში არის, აი თავარი მესიჯი. თავისუფლება იწყება პასუხისმგებლობიდან საკუთარ თავში რა ხდება და პასუხისმგებელი რო იყო ახლა ყურადღებით თუ გარეთ ახლა რანაირად აგებ პასუხს ის რაც შენში ხდება ხო თითო ფიქრს აი მე მახსოვს პირველად რომ დავუსვი ჩემს თავს კითხვა აი ვიღაცაზე ვფიქრობდი მთელი თვის განმავლობაში ეს რატო გააკეთა რაც ჩემ ბავშვობის დროინდელ ნაცნობზე და ჩემს თავს დავუსვი კითხვა ერთხელს რომ რა შენი საქმეა იმან რა გააკეთა და რამდენ ხანს გინდა რომ ატრიალოს ხვისი შეცდომა აქედან მეც ხო ვერ გამოწურავ ეს მოხდა შეიძლება ამ ადამიანს არც კი ეშლება ამის შემდეგ და სხვა ადამიანთან არც კი გაუკეთებიან საკუთარ თავთან მაინც ანუ შენ ხარ ის ვისაც არასოდეს არ ეშლება არა რამდენ ხანს შეიძლება ჩემი ყურადღებით ვიყო მეორე ადამიანის შეცდომასთან, რომელიც ჩემს გვერდზეა რა ის და იმ ქვეყანაშიც კი არ ცხოვრობს, სადაც მე ვარ. და რომ მივხვდი აბსურდულობას მაგის, მე კითხავს აუცილებლად დაბრუნდები სახლში. აი მე იქ კითხვა ისმება რომ ჩემი პასუხისმგებლობა ერთხელ მაინც გადავხედე მეთით რა შემეშალა რატო ვარ ესეთი დარწმუნებული რომ მე აბსოლუტურად მართალი ვარ იმ სიტუაციაში სულ მცირე შენს თავთან მართალი ხარ ადამიანებს რომ ასწავლი ისე მოგეკცნენ როგორც მოგეკცნენ და უცებ ჩემი გონება გაჩვენდა იმიტომ რომ ძალიან სიმართლესთან ელემენტარულ სიმართლესთან მივედი უცებ აღმოჩნდა რომ სხვა შეიძლება შეეშალოს და ჩემი ანუ გამარს გასამართლებელი საბუთი რა არის როცა სისტემატურად საკუთარ თავს უპატივცემულოდ ვექცევი და თან სხვას ვასწავლი ესე მომექცნენ აი იმ დღეს იმდენი ენერგია მქონდა და იმდენი დრო აი სათწა მიღო არ ვიცი და დავჯექი და ვიფიქრე ხლა აი ენერგიას რა ვუყო და მაშინ მივხვდი ადამიანი რა უაზროდ იხარჯება და კაცმა არ იცის ჩვენ რა ფასდაუდებელი შესაძლებლობების არსებები ვართ იმიტომ რომ იქ სადაც ორი დინება ერთმანეთს უერთდება და სადაც ზომიერება უნდა მოხდეს მე ვფიქრობ რომ მაგაზე ძვირფასი არაფერი არ არსებობს სამყაროში. Როგორც ჩვენ ვიხარჯებით, ჩვენი ყურადღებით ვართ გარეთ, სხვასთან, სხვის საქციელში. და ერთ რაღაცას დავამატებდი თქვენის ნებართვით თუ დამეთმობთ მაგის დროს. ამ მომენტში ზურმუხტის ფილებს განვიხილავ ჩემს ჯგუფთან ერთად და იქ ტოტატლანტე ესეთ რაღაც რჩევას იძლევა რომ კუთხეებს უნდა მოშორდე, იმიტომ რომ ბნელი სამყარო იქ გიჭერს კუთხეზე და სულ წრეზე უნდა იარო.
და მე ხლა live coaching-ში მაგას ვაკეთებდი, უბრალოდ ესეთი შეფასება არ მიმიცია, როგორ ხა სიტყვებით სხვადასხვანაირად შეიძლება ერთი და იგივე სიმართლე თქვა. მე დავფიქრდი, რომ 90-იან გრადუსიან კუთხეს, ეს არის ნულოვანი წერტილია. იქ შუქჭრილები არ არის, სიბნელეა. როცა ადამიანი სისტემატიურად თავისი ყურადღებით არის სხვის საქმეში, თავის ცხვირი აქვს, აი ეს სხვის საქმეშია. და იქ აგებს აი ესეთ ისტორიას იმაზე, რომ ესეთია, ისეთი, ესე არ უნდა ექნა, ეს ხალხი ვინ არის, როცა ნულოვან წერტილში ხარ. იქ აუცილებლად დაიკარგები. ამიტომ თუ კაცობრიობა მიხვდება, რომ ჩვენი თავისუფლების დასაწყისი პირველი, აი მთავარი რამაც უნდა სინათლე შემოიტანოს ჩვენს არსებაში, არის ის, რომ არასოდეს არ ეძიო სხვა რატომ არის მტყუანი და დამნაშავე. ურთიერთობაში ყოველთვის მოძებნე შენ თვითონ რა პასუხისმგებლობა გაქვს იქ და შენს პირობებს და თამაშის წესებს და კანონებს თუ ასრულებ შენ. და მეორე ადამიანს უბრალოდ ან დაინახე, ან მოусმინე, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს. და წრეწირი იკვრება. ნულოვან წერტილში არ არჩევ, იმიტომ რომ მეორე ადამიანში როგორ გამოასწორებს ისა რა ქვია, თან სხვის შეცდომას, კაცო. ან როდემდე უნდა იყოს შენი ეგოს ზეიმში, რომ ვაიმე, შენ აღმატებული ხარ და ვიღაცას ეშლება. აი ეგ უნდა გადააგდო, ეგ იდენტიფიკაცია უნდა მოკლა. აი რო წამოიღებ, აი ნახე, ჩემი და რომ ეხა წამოვიღო მე წრეზე 180 გრადუსზე ხო ვარ, თუ გავჩერდი უკვე სწორხაზოვანი დამოკიდებულება მაქვს და იქ ავაგებ კოშკებით რაღაცა სისულელეს ხო ისტორიას. რა ჩემი საქმე არ არის, მართლა არ არის. აი თუ წამოვიღე ბოლომდე ის ყურადღება და ისევ ჩემთან მოვედი და წრეს შევკარია რა, აი გარი ყოვლის ხილველი თვარ. წრეს თუ შევკრავ და ყოველთვის მექნება საქმე ჩემში რა შემიძლია შევცვალო, სად მეშლება და თუ არ მეშლება, მაშინ რა გაქვს ანერვიულო საერთოდ. თუ არ გეშლება, ეგ იმას ნიშნავს სულ მცირე, მეორეს არაფერს არ უმტკიცებ, ეგ არის სისულე, ეგ არის წყლის ნაყვა, რა უფლება გაქვს, ისევ სხვაგან ახარ წასული, შენს ბიზნესში არ ახარ. სულ მცირე, აი ამ მომენტში მე თუ თლიანი ვარ, არაფერს არ უარყოფ, ყველაფრის აღიარება შემიძლია, სინათლეა ჩემში. ჩემში არის, აი როგორც შუქის სახლი როა ზღვის სანაპიროზე, ხო? ესე 360 გრადუსი ხო ტრიალებს და ყველაფერს ანათებს, ხო? ჩემში გავანათებ და ვნახავ. ერთ მშვიდობიან ადამიანს ამ მომენტში თუ მაგ მდგომარეობას აღწევ, შეუძლია ქალაქში კოლექტიური ქვეცნობიერება შეცვალოს დინამიკა იქ. ერთმა შუქურა. აი ესე სადაც გაანა, აი როგორც ანათებს, ხო? ისევე როგორც ადამიანი იღვიძებს ლოგინში თუ ჩარბის კიბეზე თუ ყავას მიირთმევს და უცებ რაღაცა შფოთვა დაეწყო, რატო? იმიტომ რომ კოლექტიურ ცნობიერებაში ინაწილებს შენს უბანში, ხლა 100 ადამიანს შფოთვა აქვს, შენც აგძნობ, შენი სულ არ არის, მაგრამ გრძნობ. და ეგ პანიკდები თან ვერ მოგიძებნია ახსნა და ისტორია. ზუსტად ესეა შუქურაც, ყველაფერი გადამდებია. ისე რომ თიც არ ანძრევ, არც კი ფიქრობ იმაზე, რომ მოდი ახლა მე სადღაც რაღაცას გავაგზავნე, კოკაში რაც ადგას, მარტო ის იღრება. მაგას არ სჭირდება მიმართულების მეცემა. შენ მხოლოდ ის უნდა აკონტროლო საკუთარ თავში რაც ხდება. თავისით ხდება, იმიტომ რომ აქ უკვე კოსმიური კანონების ქვეშ ხარ და ყველაფერი ლაგდება ესე თავისით. საინტერესოა. აი რა ვუყოთ შიშს? ხო. რომ პრინციპში ადამიანების ყოველ შემთხვევაში უმეტესობა მე რაც მინახავს და მეც თუ მოვქცეულ ვარ ასე რომ გამიანალიზებია, ეს არის შიში, რომ ჩემს გარშემო თუ არ ჩავერიე ამ შემთხვევაზე მაგალითად, თუ არ ჩავერიე, ჩემს გარშემო შეიძლება შეიქმნას ქაოსი. ეს არის მთავარი შიში, რომელიც ჩვენს ყურადღებას მიმართავს გარეთ. დაზეც ახლა ვისაუბრეთ, ხო? აი როგორ დავამარცხოთ საკუთარ თავში ეს შიში და ან მეორე მხრივ საკუთარი თავი როგორ დავარწმუნოთ იმაში, რომ თუ მე დავლაგდები, გარე სამყაროც დავლაგდება. კი. აიცით რა არის მე ახლა ადამიანი რომ შეგნით შეტრიალდება ყურადღებით, ხო? იქ იმდენი გაქვს, ეგ არის სწორი გზა.
მაგზაზე განემარტო შენს ისტორიებს და მოსაზრებების, აი ესე კითხვის ნიშნის დასმას ისწავლე, ვინა ვარ ამ კითხვის, აი ამ ფიქრის გარეშე. ამას თუ არ დაუჯერებ, აი როგორ მოვიქცეოდე, ხო, ვფიქრობ. ასევე შენს ემოციებს გაიცნობ, აი მე ემოციები გავიცანი, როგორც თქვენ გაგიცანით ბატონო ირაკლი, გიორგი, არ ვიცი, ქალბატონი ნონო და ასე შემდეგ, ხო? ყველა ემოცია გავიცანი, ესა დავჯექი. და ვთქვი, მე გამოლაგდით სათითაოდ მინდა რომ გაგეცნოთ, ჩემები ხართ საკუთარი ემოციები, ხო? აი როცა მაგალითად და უცებ აღმოვაჩინე, რომ აუ რა მაგარი მსახურები არიან, მთელი რესურსი, წვენი ადამიანის ქმედების არის ემოციაში. მაგრამ იმას აქვს კარგი და ცუდი მხარე, აი მაგალითად კონტროლი. კონტროლი გეტყვის, და შიშიც კი არ არის, ზოგჯერ ერთმანეთს ემსგავსებიან და ერთი რო გაჩნდება, დანარჩენ ორს მაშინ ვიარჩენს. აი მაგალითად ეჭვი გაჩნდა, კონტროლი და მესაკუთრეობა მაშინ ვაჩნდება და დანარჩენები მე აი ესე სულ ხეები ისა რა ქვია, ამოდის რა. რასაც გავყვებით. აი მე მაგაში არ დავარქმევდი, როცა ჩვენ გარეთ გვეშინია თუ არ ჩავერია, ქაოსი იქნება. ეგ როგორც შიში ესე ჩდება ზედაპირზე, მაგრამ მაგის საფუძველი არის კონტროლი. და იმანდ დასვა, მე რო არ გავაკონტროლო. ანუ რა გამოდის, სამყაროს ვინ აკონტროლებს ამ სიტუაციას? ჩემი კონტროლისა და ჩარევის გარეშე რაღაცა აირევა და მაგის იმჯერა. მე აი ელემენტარულად რაღაცაში რომ დარწმუნდე, იმას ჭირდება გამოცდილება. მასე სიტყვებით რამდენიც გინდა ილაპარაკო, ხო? რაღაცები ლამაზად მოგეჩვენება, რაღაცების გაგინათდება, კიდეც ინტელექტუალური თვითრეალიზაცია გექნება, მაგრამ თუ ემოციური წვდომა არ აქვს რაღაცაზე, ისინი არ არის. იგიდან ვერ იცხოვრე. სულ მცირე უნდა გამოცადო, აი ბავშვები რო ჩხუბობენ, სახში არ ჩაერიო. ანუ ემოციაც გქონდეს, რომ აი ეს რომ ნერვიულობ და ვაიმე რამე არ დაემართოთ და რა ბრძოლის უნარიანობას სწავლობენ, უმუშავებენ ერთმანეთს. ყველაფერი კარგად არის. კი. ანუ გამოცდილებაში უნდა გადახვიდე. აი ოჯახშიც რაღაცაში არ ჩაერია, სამეგობროში არ ჩაერიო, უბრალოდ შეხედე. ჩემს გამოცდილებაში ხლა ემპათი ვარ და სხვა რასაც გძნობ და სანამ ის იგძნობ და მე უკვე ვიცოდი და იმის საჭიროებას ვაკმაყოფილებდი, რომელიც არის მაგარი ცუდი რაღაცა, იმიტომ რომ მე უცებ რო აღმოჩნდა ჯალათი და ემპათი ორივე შენახარ, ხო? ისეთი ვიღარ გავჩერდი. ხა ჩემთვის ახლა ეგ საკითხი და ეგ თემა ძალიან ნათესაურია, რომ აი რაღაცაში უნდა ჩაერიო და ერთხელაც რო გავჩერდი და აღარ ჩავერი, განა ფიზიკურად არ ჩავერი, ან სიტყვით არ ჩავერი, არც კი ვიფიქრე რამე. და უბრალოდ შევხედე, რომ ყოველ მომენტში, ყველგან ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. შეცდომები არ არსებობს. ეხლა მეორე მხარე ამ ყველაფრის მაშინ ჩემი ეგო და ჩემი მნიშვნელოვანება, ხო? მუშაობს რა თქმა უნდა. მე იმიტომ გამოვდივარ გარეთ, თქვა ჩემი სიტყვებით, ჩემი მოსაზრებებით, ჩემი ჩარევებით, ჩემი კონტროლებით, ხო? აქ კიდევ მუშაობს ეგო. ხო? რომელიცაც უნდა კიდე ხაზი გაუსვას, რომ მე მნიშვნელოვანი ვარ და პირველ რიგში ეს ჩემთვის არის საჭირო, რომ აი თავის დამკვიდრება ხდება ამ ფორმი, ხო? რაღაც მოფერება საკუთარ თავზე რა კარგი ხარ, როგორ შეგიძლია ესე ჩაერიო და ალაგო აკონტროლო და ირთვები. ხო, მთელი ჯაჭვი ირთვება აი ამ მდგომარეობის და ემოციების და ფიქრის სხვათა შორის ამას აზრი ლოგიკური აზრი აქვს და შეგიძლია ყველაფერს აქვს ლოგიკა, ყოველსაც მოაკეთებს ამას, ხო? აი ეს მნიშვნელოვანებასაც ავიღოთ, ან როგორ მოვიპოვოთ, რომ აი მე ამის გარეშეც მნიშვნელოვანი ვარ. შესანიშნავი კითხვაა და თავისუფლების ერთ-ერთი დიდი ქვაკუთხედი. იმიტომ რომ პირამიდასავით არის, აი ხო შიგნით არის, თან ფეხსნავიც არ ადგავ, თან გზა ეგ არის და თან ანუ ყველაფერი არა ჩვენ შიგნის და მაგ პირამიდის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რასაც ახლა თქვენ მეკითხებით, ეგ არის, რომ თავისუფლებაზე გახვიდე. და რომ გარე სამყაროსგან ვერასდროს ვერ გათავისუფლდები, თუ სამი რამის საჭიროება ისევა გაქვს დარჩენილი, რომ ვინმე სუყვარდე, ვინმე პატივს გცემდეს და ვინმე გაღიარებდეს.
აი რა მომენტშიც გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ მე უნდა ვაძლევდე ჩემს თავს სიყვარულს და იცით რა ეს არ ვიცი ხა ყველა სხვადასხვა სიტყვებით იტყვის. მე არ ვიცი მაგ საკითხს რომ ჩაუღმობდი მეთქი როგორ მიყვარდეს ჩემი თავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი პირობა უცებ აღმოჩნდა, მე გააჩნია რაზნეობა მაქვს. და როგორი ცნობიერებიდან ვაკეთებ რამეს. აი, როგორი მიზნით და იქ უკვე შედეგს ხელი გაუშვი. ანუ სიცოცხლე არის საჩუქარი. და უცებ აღმოვაჩინე, რომ როცა გაჩუქეს უკვე და შენია, იმას ხომ ცდილობა არ სჭირდება, რომ დაიმსახურო. ხო, მე რო თქვენ ოქრო მოგცეთ. და მითხრა, რომ ხათუნა, ეხა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საჩუქარი დავიმსახურო. არა, ირაკლი უკვე შენია. არა, უნდა დავიმსახურო. აი შენგან უნდა დავიმსახურო ეს საჩუქარი. მოგეცი უკვე შენია. და მივხვდი, რომ სიყვარული საფასური არ აქვს. აი ეს არის სიცოცხლე, რომელიც უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ საჩუქარია. და იქ ხვდები ადამიანის განვითარებას საჩუქრის მიღება როგორ შეუძლია. იაპონელებს ჰქონდათ აი როგორ იღებ საჩუქარს იმის მიხედვით შეეძლოთ განესაზღვრათ რომ გვიძევს თუ გძინავს შენს ცნობიერებაში. როცა სიცოცხლეს როგორც საჩუქარს ისე იღებ მადლიერებით და ის გიყვარს. ხა უკვე შენია გიყვარს ეს რაღაცა ფასდაუდებელი მოგცეს ხო? მე შენ უკვე გადადიხარ აი საკუთარი თავის პატივისცემა რო გქონდეს ერთი და იგივე რაღაცა ორი გზით შეიძლება გააკეთო. აი მაგალითად ერთი გოგო მეუბნება წინა კვირას ახლა ბევრი кейსები მაქვს და ადვილია მაგალითისა. როცა მის შემომჩევი რატო ვერ ვალაგებ სახლს? აი რატომ ჭირდება რომ ბებია ჩემი დავისვა ის და მე დავალაგებ. ანუ იცი რა არის ხათუნა ემოციური დესმინდა რაღაცა თანახმობა მხარდაჭერა. და ვიკითხები ნახე ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, ანუ ემოციური მხარდაჭერა გარედან ხომ მოდის, ანუ დამკვირვებელი გარეთ უნდა იყოს, შიგნით კი არა. იმას სვავ ისეთ ტახტზე, საიდანაც ამას რო გააკეთებ, მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ ის იტყვის, რომ ეს კარგია. ვახ, რა კარგად დაალაგე სახლი, თუ რა კარგად ისწავლე. ეგ ბავშვს სჭირდება. შენ თუ ისევე გჭირდება, ეგ იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის პატივისცემიდან არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. და რანაირად შეიძლება რომ ადამიანს სიცოცხლე გაუხარდეს და ის მიიღოს როგორც საჩუქარი, ან აღიაროს ეს მომენტი როგორც ფასდაუდებელი და სრულყოფილი. თუ საკუთარი თავის პატივისცემა ამ მომენტში ყველაფერთან დაკავშირებით არ გააჩნია. ანუ ჩვენ ნებისმიერ რაღაცას რომ ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ, კითხვა უნდა დაისვას ისევ და ისევ, აი სწორ კითხვებს სწორი პასუხი აქვს რა. კითხვა უნდა დაისვას სწორედ. რა მიზნით ვაკეთებ ამას? ისევ მინდა აღიარება, ისევ მინდა სიყვარული და პატივისცემა. თუ იქ დატოვებული გაქვს ეგ, ჯობია რომ არ გააკეთო. ამიტომ ეხლა ყველა სხვადასხვა გზით მივდივარ ერთი და იგივე რაღაცაში. მე მაგალითად ჩემი თავი არ დავინდე და ჩემი ეგო რო შემესწავლა და იქ რომ რაღაცებზე, ანუ აი უბრალოებისკენ რო წავსულიყავი, ხო? და სიმართლეში გადავსულიყავი. მე ჩემი თავი ვაიძულე ძალიან რთულ სიტუაციებში რომ გამევლო. აი როგორი განცდა იქნებოდა როცა ხარ არავინ. ხო? აი რომ მოსამსახურე რო ხარ არავინ, საზოგადოებაში ესე ითვლება. შენ რამდენადაც ცემ შენს თავს პატივს და რასაც აკეთებ. და იქ აღმოვაჩინე რომ რასაც გინდა აკეთებ და თუ ხარისხიანად აკეთებ და შენს გაკეთებ. აი ამ მომენტში აწყოში ხარ, რასაც აკეთებ, სიყვარულით აკეთებ. და იმას პატივს ცემ შენ თვითონ. განსხვავება არ არის საქმეში. უბრალოდ თუ შეიცვლი საქმიანობას მარტო ერთი რაღაცის გამო, აი, მანამდე ვიტრიალე, პასუხს ვერ უპოულობდი სწორպես, ხოც რომ უნდა გაგინათდეს, რომ სიმართლით გადახვიდე. და უცებ დღესაც მივხვდი, ჩემი თავის გამოხატულება ცოტა სხვა მასშტაბით მინდოდა. მაშინ დავტოვე და გადავედი სხვა რაღაცაზე, ისე რომ რაღაცა დანაზოგიც კი არ მქონდა. იმიტომ რომ ყოველ მომენტში ყველაფერი არის ღმერთში. და შენ თუ აწყოში დარჩები ხარ ღმერთში
შენ თუ იქ ნდობასაც ისწავლე, აი რწმენით წახვალ, რაც საჭიროა. არასოდეს არ მახსოვს კითხვა დამესვას და პასუხი არ მემეყავს. ცოდნა მჭირდებოდეს და არ მოსულიყოს. რაღაცა ურთიერთობები დამჭირვებოდეს და ადამიანები და არ გამოჩენილიყვნენ. ყველაფერი თავისით ლაგდება და მე ხვდები რომ რა მაგარია სიცოცხლე თავისით იცხოვრება და შენი ჩართულობა ეს არ არის ყველაზე მაქსიმალური წერტილი, მაგრამ ძალიან მაგარი ქვაკუთხედია ესეც, როცა შენ მთლიანად გათავისუფლებული ხარ, ვის უყვარ ხარ, ვინ გააღიარებს და ვინ აქცემს პატივს. თუ გარედან ეგ მოდის, აი ბონუსივით რა. ძალიანაც კარგი რა, მაგარია ერთნაირი ხედვის ადამიანები ვართ და საზოგადოება. მისთვის უკეთესი, მე რატო დაგიშალო? მე როცა ვიღაცის ხარისხს რომ რაღაცა შევაფასებ და აუ რა მაგარი ქივია და თავსუხი და მადლიერი ვარ, ხო? ჩემთვის ხო ეგ კარგია. რატო უნდა წავართვა სხვა როცა მადლიერია რაღაცის, მაგრამ მე რა იმან რომ აღიარა. აი როცა უკვე მაგას გაითავისებ და მაგ მდგომარეობიდან ცხოვრობ, მან არჩევანი ხდება. გარეთ ამ ადამიანების ვისაც ეშლება იმათი აღიარება, სიყვარული და პატივისცემა მინდა თუ რასაც ჩემში არ ეშლება და საიდანაც მეგზავნება ყველაფერი. არჩევანი მარტივი, არაფერი არ არის რთული. უბრალოდ ეგ ყოველდღიურობაში არ უნდა დაგეზაროს, რომ დააპრაქტიკო. როგორც კი აი ყველაფერი რჩერდება იქ, რომ გონია, რომ იმას მიაღწია და უკვე ყველაფერი მოარჩენა, ეხლა შეგიძლია მაგარი ტიპი ხარ უკვე და ყველგან საუბარი შეგიძლია რა. პროცესიდან ამოვარდები და უკვე ესეთი ხარ, რომ რა კარგი გოგო ხარ და მე შეიყვარებ რუტინასაც, მე ესეთი ხარაურა რა სამართლიანია, რა გულუხვია, რა სრულყოფილია, რა შესანიშნავია და რა ბრძენია სამყარო ყოველ მომენტში. აი იმ რუტინაში მე შემეძლო რომ ერთი და იგივე რაღაცას ჩემში დავკვირვებოდი ენა რაოდენობის არ ვიცი პრაქტიკით. რა მაგარა არის მაგაში ცუდი. არაფერს არ გაურბიხარ. როცა მაგას ისწავლე, აი აწყოში ყოფნას ისწავლე და არა ხარ ამოვარდნილი, ხო? რაღაცა შენს ფანტაზიებში და რაღაცეებში არა ხარ იდენტიფიკაციებში გადასული. იქ რუტინა არის, მაგარი რავია. გიყვარს, აი არაფერი არ გეზარება აბსოლუტურად. აი განა ის რომ აი იმ საქმე მიყვარს და აი როცა ვიღაცას ვეხმარებ, აი მაგალითად ჭურჭელს რეცხავ. და ენცი ფიქრი გაჩნდა რომ მიზარება ახლა ეს ჭურჭლის გარეცხო და ეს თევარ ჩემს გარდა აქვინმე არის ოთახში და ვცება არ არის. ანუ ვისი გასარეცხია შენი? თუ ისედაც და ისედაც შენ უნდა გარეცხო და ამ პროცესში ხარ. აბა თუ მიხვდები რა გირჩევია. გიხაროდეს თუ ეწინა ახამდეგებოდე და ესთია. ჭურჭელის ნამში თირეცხება და იქახარ. აი რაღაცნაირად მკეთებლობის იდენტიფიკაციიდანაც კი გამოდიხარ. აი ხელები მოძრაობს და კეთდება და ფიქრობ, აი მას ვინ აკეთებს ჩემი ხელის მოძრაობას? ან ის ფიქრი რო ჩდება, ან ის მოსმენა რო ჩდება, ეს გაცნობიერება რო ჩდება. ამას ვინ აკეთებს? ის ვისაც არავის აღიარება არ უნდა, ის ვისაც ლაპარაკი არ სჭირდება და ის ვისაც მტკიცებულებები არ სჭირდება და გარანტირები რომ მოდი ახლა ეს გავიმეორო რომ არ დამავიწყდეს. ფაქტობრივად ახლა მიხარით მეთოდი როგორ ვიყოთ პროცესში მუდმივად და თან გაცნობიერებულად, ხო? ეს მე მგონია რომ მნიშვნელოვანია აი ამ ყველაფრისთვის, რომ მე არ ვიყო მოლოდინში და მოლოდინის რეჟიმში რომ რაღაც შედეგი მოვა და ეს იქნება მომავალში და არც იმაზე რომ აი წარსულში რომ იყო ის როგორი იყო და აი გაჭედილი კითხვა მიმყავს იქეთკენ რომ ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით და არ ვიცი როგორ დამეთანხმებით აი თითქოს წარსულსა და მომავალში გაჭედილია, მაგრამ არ არის აი აქ და ახლა, აი ამ წუთში. და მე მგონია რომ აი რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ პროცესში ყოფნა ბევრად მნიშვნელოვანია. სახალისნობიერება, ბევრად უფრო სახალისოა და გაბრუნებს საკუთარ თავთან. აი ამას რა უშველოთ იმ წარსულსა და მომავალში გაჭედილობის მდგომარეობას. ხო. ახლა მეთოდი არის უამრავი. ჩემი გონება ესეთი ყველაფერს ვამარტივებ.
აი რაც გინდა რაღაცაზე როგორც კი ვიტყვი რთულია, მაშინ აკითხავს რომ ეგ ვინ გაკითხრა. რაც თუ რაღაცა დიდია დავყოფ და სულ ვეძებ რომ აი რაღაცებს რომ მოვსინჯავ გემოს რომ გაუსინჯავ, ხო? რომელი მეთოდია ჩემთვის რომ აი ესე ბუნებრივად რაც გააბრუნებს. ახლა მეთოდების მეტი რა არის, ხო ზოგს მედიტაცია მოსწონს, ზოგს ლოცვა მოსწონს, ზოგს რა ვიცი, აი ჩემთვის იყო ყველაზე მარტივი, როდესაც აღმოვაჩინე რომ თუ ყურადღებას ვფლობ და გარეთ არა მაქვს და დიდხანს ხვებზე არა ასოდეს არ ვფიქრობ, არც გლობალურად, არც პიროვნულად. მით უმეტეს თუ ვიღაცა არ იმსახურებს, რომ იმაზე ვიფიქრო, მე მაქვს 5 წამის მეთოდი. აი, ჩემს თავს შევეკითხე, 5 წამი შეგიძლია კიდე იფიქრო და რაღაცა კარგი კიდე დაფიქრდი იმის აქციაზე. ოკეი, დავფიქრდი. მოიცა, მეც არ იმსახურებს ახლა ეს ადამიანი. თუ მიჯერა იმისი რაც ვიფიქრე, ხო? სად იმსახურებს, რომ იმაზე ვიფიქრო? მაშინ უწყვეტავ. ჩემთვის მეთოდი იყო, რომ მე უნდა ვაცნობიერებდე ყურადღება სადამ აქვს. ეხლა აქ ჩნდება ბევრი ადამიანისთვის პრობლემა რა იცი, ირაკლი. კარგი ყურადღება გაქვს შეგნით, მაგრამ რო არ იცი იქ როგორ რა გააკეთო. ანუ იქ სიჩუმე ხდება დუმელი და სიბნელე. პრობლემები. პრობლემები. ანუ კარგი რომ შეტრიალდები ქაოსი, მოდი მაქედან დავიწყოთ. ქაოსი, ხო? ანუ სახლი გაქვს დასალაგებელი. მე ხა თავიდან საუბარი რომ დავიწყე, ამას მთელი სერიოზულობით ვაკეთებ ამ განცხადებას. ამ პროცესს ადამიანი მარტო ვერ გააკეთებს. ქაოსს ვერავინ ვერ დაალაგებს. ეგ იგივეა ვიფიქრა რომ ცუნამი წამოვიდეს, ერთი დაუდგე წინ და გატეხო ის ტალღა და თან კალაპოტს დაუბრუნო. ისე რომ წუნჭკილი წვეთებიც არ გადმოვიდეს სანაპიროს, ეგერ სისულელე. როცა ქაოსი გაქვს და არ იცი საიდან დაიწყო. აუცილებელია არ ვიცი რას გინდა დაარქვი, გურუ მასწავლებელი, ფსიქოლოგი, სპეციალისტი, ანუ ვინცაც თავის თავში ეს გაკეთებული აქვს. იმიტომ რომ მეორე ადამიანს რო შიშები აქვს, სულ არ მეშინია იმის შიშების. აი, ჩემთვის არის სასაცილო ეგ. იმიტომ რომ დისტანცია მაქვს და იმიტომ რომ ყველა შიშთან შეხვედრელი მაქვს და არაფერს არ გავქცეულ ვარ. და თუ კიდე რამე გაჩნდება, ისე ვიქვიქნები და ვნახავ რა შემიძლია. მოსაზრებები არ მაქვს. ამიტომ აუცილებლად სჭირდება ქაოსიან ადამიანს სპეციალისტი. ისე ვაცხადებ პასუხისმგებლობით. მაგას რომ მარტო ვცდილობთ გავაკეთოთ ბევრი პოდკასტის მოსმენით, გადაივსო მენტალური სავადმყოფოები პაციენტებით. არ შეიძლება მას, იმიტომ რომ ჩვენი გონება, ეხლა ჩვენ როცა ჭეშმარიტებაზე ვლაპარაკობთ, ხო შეიძლება მარტივად მოდიოდეს ეხლა ჩემგან, მაგრამ აქ მე ვლაპარაკობ 28 წლიან გამოცდილებაზე გელაპარაკებით. მე ხო ეს ერთ დღეში არ გამიკეთებია რა. თან ყველას რაღაცა სიტყვებსაც ხო სხვადასხვანაირად ვარჩევ. იმ სიტყვებსაც კი ვერ მიხვდები თუ მსგავს პროცესში თავად არა გაქვს გავლილი, ხო? მაშინაც კი დაწევა გჭირდება, რომ რაღაცნაირად იმას მოერგო. ეხლა ამდენ ადამიანს რო უსმენ სხვადასხვა არხიდან წამოსულს, შენი ინტერპრეტაციებით ის უფრო დაგაზიანებს ის ინფორმაცია, ვიდრე აკაშენებს. ჩემი მეთოდი, აი მე როგორც ვმუშავ, მე არა მაგალითად პაკეტები და ნახევარი წელი სამოსვლაში რომ რაღაცა არ გაგარკვიო, ხო მოვიკალი თავი. ანუ ძალიან შეგანელებ და ძალიან მარტივ რაღაცებზე გასწავლი. იმიტომ რომ თუ რთულად მიაწოდე, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს. როგორც კი უჯრედს რომ შეისწავლი, ქსოვლი რაღაცნაირად მერე ლაგდება და თუ მოძებნი ესეთ ადამიანს, ვინც ნახე მასწავლებელი რა არის, ჩვენ ხო ერთი ქვეცნობიერი გვაქვს. ერთში რაც ხდება, მეორეშიც იგივეს უკეთებს აქტივიზაციას. მით უმეტეს როცა გამიზნულად იცის ვისთან აქვს საქმე, იცის როგორ დაელაპარაკოს. ყველას თავისი მიდგომა სჭირდება და გასაღები, ხო? აი, იმაში რომ მარცვალს ჩააგდებ რაღაცა და ერთხელ რომ დაანახებ, რაღაცა სხივს რომ შეიტან, ხო? საკუთარ თავთან აბრუნებ. მე ის კი აღარ გაურბის. რა მაგარია. მორბიან და მეუნებიან, ვაი, მიხათურე მივიდა. იქ ვიყავი და ესე აღარ შემეშინდა. ესე აღარ ვფიქრობდი, რომ ნეტა ამათ მოვეწონები და აღარ მიფიქრია, რომ ნეტა ეხლა მე რომ დავილაპარაკო, ჩემ თავს თქვენ, რა ვიცი, რამდენიც ვიცი, იმდენი ვიცი.
ვინ არის გენიოსი? ანუ ჩვენ ესე იგი ხმარ უნდა ამოვიღოთ, სანამ გენიოსობას არ მივახცევთ? კი, პლატფორმას გააჩნია, რაც არ ვიცით, იქ არ უნდა დავდგეთ. ეგ მავნებლობაა და კრიმინალი, მაგრამ როგორ ახლა როცა ერთმანეთთან ურთიერთობთ ნებისმიერ ადგილას, ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ხმა ამოვიღოთ და უბრალოდ იმას გაგიზიარებ, რაც ჩემ სამყაროშია და სად ვდგევარ ჩემი სიმართლით გესმის? ხო არ გიმტკიცებ რაღაცას, რომ ეხლა მე დამიჯერე და მასწავლებლად გამიხადე. ანუ ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანის მოძებნა და ყველას ვურჩევ კიდე ერთ რამეს. ერთ ადამიანთან როცა ხარ და შენ დღითი დღე ესე თავისუფლდები, რაც ბევრს მოუწერია, რომ გავედი გარეთ, შევამჩნიე, რომ ხეები იყო და რამდენი ხანი არ დამინახია, რომ ხეები არის ქუჩაზე. რაღაცა ბედნიერი გავფრინდი, მსუბუქი ვიყავი, ხო და ვიცი რა არის, შენს თავში რომ რაღაცა გამსუბუქება ხდება, ეგ იმას ნიშნავს, რომ მიხვდი რა გამძიმებდა, ანუ არაფერი პრობლემა არ არის. იცით საიდუმლო რაშია, რომ პრობლემა არ არსებობს. იქ ჩვენ რო დავიჯერე და დაუძახეთ ესე, მაშინ გახდა პრობლემა. და შენ რომ ნენელა გამოდიხარ მაგ შენი საკუთარი ტყუილებიდან, საკუთარი სცენებიდან, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინსად გაიზარდა და სად მუშაობს და ან მუშაობს და აი ნებისმიერ სცენარში შეგიძლია, რომ შენ ქაოსს მიხედო და დაალაგო და ნენელა გათავისუფლდე საკუთარი სიზმრიდან გამოიღვიძო. და შენი გზაა აუცილებლად. ზეგი სპეციალისტი აუცილებლად. სპეციალისტი აუცილებელია. ბევრი არ ვიცი, ვიდეო დავარქოთ ზოგადად პოდკასტის. ვიდეო ჩანაწერები კი ბატონო. სხვადასხვა სასწავლო პროგრამების, მაგრამ არ იმკო სხვა მასალა. ჩვენ ზოგადად ცხოვრობთ აი ამ ინფორმაციულ პუნქტში, ველში ვართ ფაქტობრივად, სადაც ყოველწამიერად უკვე ჩვენთან მოდის ახალი და ახალი სრულიად განსხვავებული და კაცმა რომ თქვას, აი რომ გაუცხოდებ ვერდი და შევხედოთ, სერიოზულ ქაოსია საინფორმაციო ჩვენს გარშემო, მუდმივად და ყოველდღიურად. ეს სხვათა შორის, აი იმ შეკითხვასაც რომ დაუბრუნდე, ძალიან ართულებს ვიყო აქ და ახლა. ერთი მხრივ აქაც პრობლემას ქმნის, მაგრამ მეორე მხრივ ქმნის პრობლემას არჩევანისას. 21 საუკუნე მე მგონი ეს მოიტანა, ეხლა მე მახსოვს თქვათ, რაღაც გარკვეული ათეული წლების წინ იყო რაღაცა თქვათ 5 სპეციალისტი, 10 სპეციალისტი და იქ უნდა გაგეკეთებია არჩევანი და დღეს არის ასეთი უამრავი. და უფრო მეტიც კომუნიკაცია შენ შეგიძლია თქვათ ტერიტორიული რაღაც იმითი არ შეიზღუდო, ხო, მოცემულობით და არსებობს ინტერნეტი და აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლია რაღაც აწერტილიდან სოფლიოს სრულიად მეორე ნახევარსფეროში ბეწერტილში კომუნიკაცია გქონდეს და ეს ართულებს ბევრად. აი როგორ მივხვდეთ თუ არსებობს ეს გზა ჩემი სპეციალისტი რომელია, რომელიც მე დამეხმარე. ხო. ეხლა ძალიან მახსენე რომ ამ ზღვა ინფორმაციის მოსმენას საკუთარი ინტერპრეტაციით, ანუ ეგოს ფილდში ატარებ, იჯერებ რომ სწორედ გაიგე. და იქ რაც ტყუილი იყო, იმას უმატებ კიდე სხვა ტყუილს, რომელსაც ავტორიტეტის სახით შემოგ, როგორ იმას არ შეეშლებოდა ამ დროს იმას ის არ უთქვას, უბრალოდ შენ გაიგე ესე. კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება. ამიტომ რა არის იცი, ამ ინფორმაციის მოსმენა წყურვის გაგიჩენს, რომ ეს გზა და ეს თავისუფლება იბავა, იმიტომ რომ თავისუფლების გემოს რომ გაიგებ, ანუ საკუთარ თავში ყოფნის გემოს რომ გაიგებ და აი არაფერი გავლენას დიდად რო არა, რომც მოახდინოს დაბრუნება იცი და შენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას ანუ არ იტანჯები ხა ფიზიკურად შეიძლება რაღაცა გეტკინოს, მაგრამ რო გეშლება იქ უკვე ფსიქიკის ტანჯვა. აი მაგ ტანჯვის ხანას ამთავრებ. ვის არ უნდა ეგ, ხო? ასეთი საუბრებიდან შენ მოგწყურდება, რომ მანდ გახვიდე მით უმეტეს, რომ ყველა ქაოსიდან და ყველა ამ ძალიან რთული ცხოვრებიდან მოვდივართ, ხო, 8 მილიარდი ვართ და კონკურენცია გართულდა, ცხოვრება გართულდა, კრიტერიუმები გაიზარდა, მოთხოვნილებები, საჭიროებები გაზრდილია, კიდევ უფრო მეტი სტრესულ სამყაროში ვართ, ვიდრე მე თვითონ ბავშვობაში რო ვიზრდებოდი, გესმის და აქ რა თქმა უნდა, შენ რომ დაინახავ, რომ აი ეს თავისუფლება შეიძლება თურმე არსებობს, ხო? ახლა მოგინდება, მაგრამ
აი თუ კონკრეტულად შენს კონკრეტულ სიტუაციებს და შენს კონკრეტულ ნაგავს არ დადებ ვიღაცასთან მაგიტაზე. ხო? ის ფორმულა, რომელიც ზოგადად მოისმინე, შენ თვითონ არ იცი როგორ გადმოიტანო. ძალიან ახლოს ხარ. ვიღაცა გჭირდება ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ესე გავლილი და გამოვლილი აქვს. და რომელიც დისტანციიდან გისმენს, იდენტიფიკაციას არც ეცოდები და არც გაკრიტიკებს. უბრალოდ იქ არის და მოყვება რომ შენს გასწავლოს სიარული, ხო, ფსიქოლოგიურად შიგნიდან. მაგრამ მასეთი ადამიანის მოძებნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მეთოდით. შენს გულს უნდა ენდო. ინტუიციას. ხო, აი გულს უნდა ენდო, იმიტომ რომ მაგას ვერ მოიფიქრებ. თუ ფიქრს დაიწყებ, გაიკითხა ყველაზე პოპულარული ვინ არის და უკვე პოპულარობა არის ზედაპირის რაღაცა ანარეკლი არ ვიცი იმ ადამიანის საქმიანობის. მთავარი არის მიზანი. ხო, იმაში რომ პოპულარობისთვის საერთოდ არც ქონდა ეგ გაკეთებული. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ალხანას ჩალხანა არ ელევა. ქრისტეს რატო არ მოусვენა კაცო ყველა? თუ ქრისტეს არ მოусვენა ყველა, ეხლა როგორ შეიძლება ვინმე არსებობდეს ისეთი რომ ყველასთვის ისა მისაღები იყოს. ჩვენ ხო გვაქვს რაღაცები ჩვენს პროგრამაში, აი ემპათისკენ წავა ყველა ვარიანტში. მაგრამ ის ვისი ეგოც ძალიან ძლიერია და ეგოისტია, ხო, უფრო ნარცისიზმისგან არის გადახრილი, იმას ავტორიტეტი სჭირდება. ის აუცილებლად სხვა მასწავლებლებს მოძებნის და იქით წავა და სწორიც არის. სხვანაირად ის არ დააფასებს იმ ოქროს, რომელსაც მისცემენ იმ ადგილას. და დღიან შენ სხვაგან გჭირდება წასვლა, უბრალოდ ყური არა გაქვს რომ მომისმინო. სადაც გაგიჩნდება, თავიდან შენს ეგოს ჯობია მოусმინო, იმიტომ რომ ის კი აღმოვაჩინე თუ ვიღაცას უფასო თუ ემსახურებელი, თავიდან დავიწყე ესე. ანუ შედეგი არიდება და მე მივხვდი რომ რანაირად შეიძლება მოსთხოვო ადამიანს რაღაცა მეტი თუ იმისი ეგოდან აზროვნებაში თუ რამე რაღაცა არ აღის ვერ დააფასებს და შენ ძარცვავ იმას. ზოგჯერ უბრალოდ ყველაზე კარგი გზა არის მაინც ვენდობ საკუთარ თავს. გულს. და მეთოდიც იმისი, როგორ შევტრიალდეთ შიგნით. და ყველას ვურჩევდი მაქსიმალურად შეეცადონ, აი ეხლა განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, ინფორმაციის ბუმის ეპოქაში, მეორე პრინციპიც თუ საპირწონეთ არ განვითარდა, იცოდეთ დისბალანსი იმაზე ცუდ შედეგს გამოიტანს, აგერ უკვე AI გვაქვს და ამ ინტელექტით შეიძლება უფრო დავაზიანოთ ერთმანეთიც და სამყაროთ. ამიტომ გულს ესე ხელწამოსაკრავად ვუყურებთ. მოუძებნოთ ის მედიტაცია, ელემენტარული სუნთქვები მაინც ვისწავლოთ. იცი, აი სუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემში, რასაც იწვევს თუ სუნთქვა მომწონს და ამ ზაფხულს რაღაც ფიზიკური პრობლემები შემექნა და მე წითელი რო აგენთება და მე ჩამეძინა რაღაცა და სხეული ძალიან მყავდა მიგდებული და მიტოვებული და 1000 რაღაცა ყველაზე კარგად ხა ისიც მოვსინჯე ესეც რომ ვნახო ყველაზე კარგი ეფექტი რა აქვს ხო და აი უცებ წამოიღო რომ ვითხოვე რომ კიდე რა მჭირდება ამისთვის მოვიდა სუნთქვა აგერ ჩვენ იმ ქართული იოგის სუნთქვებიც ყოფილა გიორგი მითხრა ძალიან დავინტერესდი და ალბათ ამ წელიწადში მაგასაც გავეცნობი ანუ სუნთქვით იწყება სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია როცა დილით ვსუნთქავ კარგ ხასიათზე ვდგები ჟიამულობ აი სიცოცხლები მაშინვე და იქ შემიძლია უცებ ვიზუალიზაციებიც გავაკეთო და ძალიან დიდი ეფექტი წამოღდა ისეთი რაღაცაც დავინახე რასაც 1-3 წელი ხელს ვერ უშვებდი ვერაფრით და გული გამიხსნა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი აფრიამაშვილი, ოჯახის ექიმი, რეფლექსოთერაპევტი, მანუალური თერაპევტი, ოსტეოპათი და კავკასიური იოგას ექსპერტი. ჩვენ ისევ განვაახლეთ კავკასიური იოგის სუნთქვითი ამაჯანსაღებელი პრაქტიკის შემსწავლელი კურსები და მე მინდა კიდევ ვისაც გსურთ, რომ დაეუფლოთ ამ უნიკალურ ცოდნას და შესაძლებლობებს, მოგიწვიოთ ახალ ჯგუფში. ეს არის ძალიან ეფექტური გამაჯანსაღებელი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლიათ თქვენი მენტალური, ფიზიკური და ფსიქოემოციური გაჯანსაღება. თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო ლექციები და პრაქტიკები და რაც მთავარია, სწაფრი,
უსაფრთხო და ეფექტური. კავკასიური იოგა რატომ არის უნიკალური? ის მუშაობს სუნთქვისა და კონცენტრაციის მეშვეობით იმ სისტემაზე, რასაც ნერვული სისტემა ქვია და თავის ტვინი. ვისაც აინტერესებს, ვიწვევთ, მობრძადეთ და ჩვენ მზად ვართ, რაც შეგვიძლია ის ცოდნა გადავცეთ. და აღმოაჩინე ესეთი რაღაცა. ყველა ემოციას თავის კარგ და ცუდ მხარესთან ერთად აქვს დახვრის კუთხე. კუთხეს გიკეთებს რა, როგორც აზროვნებ მე. ისე გაჩვენებს სიტუაციას. აი, როგორც დედამიწა ისია და ღერც იცვლის რა, იმიტომ ვიცვლებით ესე სხვადასხვა ტიპები ვჩნდებით, სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში და აი, ერთადერთი სიყვარულია, რომელსაც აქვს 360 გრადუსზე თვალი. ყველაფერს აშუქებს ობიექტურად, იმიტომ რომ სიყვარული ბრძენია და სიბრძნე კიდე მოსიყვარულია და ეგენი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. დანარჩენი რაც გაჩნდება ჩვენში, კითხვის ნიშანი უნდა დასვა. თუ გინდა რომ რესურსად აქციო და როცა გულს გახსნე, აი თუ ვინმე არ გიყვარს და დატოვე შენი გულის გარეთ. უნდა იცოდე რომ საკუთარ თავს ძალიან უშავებ. რომც ვთქვათ რომ აი სამაგიეროსაც არ უხდი და ავტოვე და წამოვედი რაღაც ხა ხო ბევრი ისინი გვაქვს რაღაც არგუმენტები და ლოგიკები ხო უცებ აღმოვაჩინე ჩემს გულში მკვდარი წერტილები იყო და მკვდარი წერტილი არის მკვდარი ხედვა იქ ხედვა არა გაქვს და ის სიყვარული რომელსაც არ გასცემ ან პრაქტიკას არ უკეთებ შენ იქ ბრმა ხდები და შეგეშლება აუცილებლად და მე მივხვდები ვისაკლებ მაგითი სიყვარულის პრაქტიკა აი აქ სადაც სიცოცხლე გაჩუქეს 24 საათიან რეჟიმში უნდა ხდებოდეს. ამიტომ ნებისმიერი ლოცვა რაც გულს გიხსნის, ნებისმიერი მედიტაცია, ნებისმიერი ჩენტინგი, მე ჩენტინგები მიყვარს ძალიან. აი ზიკირი რო გავაკეთე, ახლა ბევრჯერ მიხსენებია და აი თუ შევატყობ ხოლმე, ცოტი რაღაცა ცოტა ვერა უგზნობს სიყვარულს, ხო აი 5 წუთი მინდა რომ ესე ყვავილივით იშლება გული. ყველა შეუძლია მსგავსი რაღაცა ელემენტარულად რომ გაცნობიერებულად ისუნთქო და იმ გაცნობიერებული სუნთქვის შემდეგ ყურადღება გადაიტანე გულზე სიყვარულით მეტი არაფერი. აი წარმოიდგინე რომ ზიარის და იმასთან ჩახუტებული ხარ მეტი არაფერი ეგეც გიხსნის გულს და გული არის აი ის კარები თუ ის ფანჯარა რომელიც სულისკენ გადის კაცო გონება არ არის ეგა აი ყველა ზღაპარში ზღაპარი რატომ მიყვარს ყველა ზღაპარში მამრობისის და მდედრობითის შეხვედრა ხდება ზევით ეგორი პრინციპი ერთნაირად უნდა განვითარდეს და მოგზაურობა ყოველთვის მდედროვითი პრინციპით არის თითქმის ყოველთვის არიან ადამიანები რომელსაც მყისიერი გამოღვიძება აქვთ მაგრამ დანარჩენებს ჩვენ მოკვდავებს აი ესე გზას დავადგებით და ესე ნენელა მიმღებლობის გზაზე ესე ხსნით ნენელა რაღაცებს ხო გულის გახსნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავისთვის გააკეთოს და ისევ მასწავლებელი მეთოდის მოძებნა არ ვიცი შეიძლება აი გუშინ წინ ვნახე ციხეში შეუშვეს 200 კატა და ეგონათ რომ ამ კატებს დახოცავდნენ აგრესიული ეს ამდენი მამრობითი ენერგიათან აგრესიული დაგროვება ყველანი გახდნენ ესეთი ქსოვა დაიწყეს და ისინი მოუგზაო ის შეყეთე ტანსაცმელები ამ ფისოებმა ისეთი უქნეს ამად რომ რამდენიც გინდა ლექცია წაეკითხათ ხო იმათთვის მაინც ვერ გაიგებდნენ გული გაუხსნა შინაურ ცხოველთან ურთიერთობა ადამიანს გულს უხსნის აუც ფისოდა ძაღლი მოიყვანეს სახში როგორი გაგიხსნათ საერთოდ სრულველობა ხო ეს მონის გამოხატვა ალბათ აინც ესეც გეხმარება აუცილებლად ხალხს შეიძლება აუცილებლად და რო გახსოვდეს მაგარია ძალიან ქრისტეს სწავლება სულ გახსოვდეს რომ რასაც აკეთებ ის არის მარტო შენი და რა ვიცი ხა ჩვენი ანდაზა თუ ქრისტიანული სამყარო რაც მოგვიტანა თავისი სწორი სწავლებით რა თქმა უნდა საწყის ლაპარაკობ და არა ფილტრებს აი ერთი წინადადება რო აიღო ერთი და ყოველ დღე აი მაგ სიმაღლიდან აფასებდე რა მიზნით აკეთებ რასაც აკეთებ და როგორც ფიქრობ და როგორც იქცევი ხო როგორც ცხოვრობ ის ერთი დღე უნდა აიღო დილიდან საღამომდე ერთი წინადადება საკმარისია იმისთვის რომ თავისუფლებაში გაგიყვანოს აი ჩვენ ძალიან ბევრი კუთხით შევეხებ და ახსენეთ სიტყვა თავისუფლება და როგორ ხედავთ დღეს
რა არის თავისუფლება, რა წარმოდგენები გვაქვს. ხო, მე რასაც ვხედავ ყოველ შემთხვევაში ეს არის როცა ყველაფრის უფლება გაქვს, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაქვს და აი მაშინ ხარ თავისუფალი. თავისუფლება ეს არის თითქოს რაღაცა მდგომარეობა, როცა არც ვალდებულებები გაქვს, არც პასუხისმგებლობები გაქვს, არც მოვალეობები გაქვს და ამ ყველაფრისგან გათავისუფლება აღიქმება თითქოს თავისუფლებად. ასია ეს თუ არა? არის მასე. ვალდებული არავისთან არ ვარ. და ეხლა ეს წინადადება ძალიან გაიცვითა უკვე. პასუხისმგებელი ვარ დილიდან საღამომდე ყოველ მომენტში. ჩემში რაც ხდება, რამდენად სწორედ ვაფასებ რაღაცას. და მე როგორც დედა, მეგობარი, მოქალაქე, მასწავლებელი, კოუჩი, თუ ვინც ვარ, არ ვიცი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ქუჩაში მედეს. ჩემს ვალდებულებას, ჩემი პასუხისმგებლობიდან მე თვითონ ვიღებ, მე არ მჭირდება ვიღაცის მატრახი, კარგი ცხენი მატრახს არ იყავს. მაგრამ კარგმა ცხენმა თავისი პატრონის ერთგულება იცის. ისე კი არ არის მიშვებული, რომ ეხლა არავის არსად არ წავიყვან. ის ელოდება პატრონი როდის დაუძახებს და სადაც ეტყვიანი გზა იყვანს. ანუ შენ თავზე უნდა იღო პასუხისმგებლობა და არ გაექცე რა დროს რაც შეგიძლია. შენი ცოდნიდან გამომდინარე, შენი შესაძლებლობებიდან, ენერგიებიდან, რესურსიდან გამომდინარე, სადაც შეგიძლია, როგორც შეგიძლია ჩარევა. სხვასგან ეგუფლებები არ უნდა აიღო. ეგ მონახარ. სხვა ვერ გადაგიწყვეტავს მაგას. ზუსტად თავისუფლების სურნელი იმას აქვს, რომ შენ არ გაურბიხარ პასუხისმგებლობებს. აი როცა გაქვს რესურსი და მაგისი შესაძლებლობები, შენთვის არის პატივი ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ შენივე უფლებებიდან, შენივე პასუხისმგებლობებიდან, შენი გადაწყვეტილებებიდან. ოღონდ შენ თვითონ აკეთებ მაგას. აი რაღაცა ესეთი არც მოსაზრება რო გაშღერდება, რომ ყველა ლაპარაკობს და ყველას არ აქვს უფლება ყველაფერზე ლაპარაკის და აი მან ძალიან ისე ვარ ხოლმე ფრთხილად ჯერ ერთი მე თვითონ რამდენი ვიცი კიდე არ ვიცი. არ ვიცი. აი სადაც ვარ მე ვერ გეტყვი რომ ეგ დავვანაკდები. მივდივარ რა, პროცესში ვარ რა. ვის შეუძლია მითხრას რომ სადაც ვდგევარ უფლება არა მაქვს რაც გამაჩნია არ გავაზიარო. მე არავის არ ვავალდებულებ, არასდროს რეკლამაც კი არ გამიკეთებია. შენ თუ მომძებნი და სამყარო სინქრონულად ესე დაგვალაგებს, რომ აი იქიდან და თქვა აქედან და იქიდან კიდე ყურმა უნდა მოისმინოს. მე იქ რა შუაში ვარ, ხო? ანის ვინა ვარ მე რომ ვიღაცა განსაჯო რატო გაბედა და ხმა ამოიღო. აი იქ ჩემი საქმე არ არის. არც განსჯი არც ვაკრიტიკებ. როგორც ადამიანს მესმის რომ ბიჭო რა მაგარია რომ გაბედა. ჩვენ როცა ვასწავლით, შენ თვითონ სწავლობ ყველაზე მეც. თუ გაიჭედა და ალბათ მაგისი ევოლუციისთვის ესე უნდა იყოს. თუ გაიღვიძა თვითონვე, აი მაგისი გზა ეს ყოფილა. მე ვინა ვარ რომ იმისი სულის ევოლუციაზე რაღაცა წარმოდგენები და იდეები მქონდეს. სულ ფრთხილად ვარ რომ ღმერთს ჩამოვეცალო რა რომ აი ჩემში იყოს პასუხისმგებლობა და გარეთ ახლა რაღაცა ვალდებულებები და აი მარტო იმას ვაკონტროლებ ხოლმე ძალიან რომ მე თუ გადაწყვეტილება მივიღე ხო მე შეიძლება ყველას მოვუსმენო შეიძლება კი არა მოვუსმენ მაგრამ პირადად არაფერი არ უნდა მევიღო. მე უნდა გავჩერდე თუ რაღაცა მეწყინა და რაღაცა სადღაც ისე მომხვდა, იქ რომ კითხოდავს რომ რა მეწყინა რა არ მომეწონა. მე ჩემს თავს უნდა უთხრა თუ ნახე ჯერთის ხვების მაგერ არ უნდა იაზროვნო არასდროს და უნდა გაგიღიმოს რომ ეხლა მე იმის მაგერო ვაზროვნებ. მე რა ვიცი იმის თავში რა იყო და რატო ორისთვის თქვა ხო? მაგრამ თუ იქ დაეჭდი და ეგ კიდე საჭიროება გაქვს რომ აი რაღაცა იდენტიფიკაცია გინდა. შენს თავს უნდა დაუსვა მაშინ კითხვა. იქ რამდენი იცი ვინა ხარ და კიდევ სადა გაქვს ხო ის სუსტი მხარე თუ ჩრდილი საიდან წამოვიდა უცებ და უნდა დაცარიელდე იმისგან. მაგრამ ესე რომ აი ესე ზედაპირულად გაგება რომ ჩვენ არც ვალდებულებები ვართ გვაქვს და აბარისთვის არის ეს ამხელა სამყარო შექმნილი. ადამიანი არის მშვიდობა და მოძრაობა ერთდროულად.
უბრალოდ ვერასოდეს ვერ გაჩერდები და რა მაგარია რომ ქმედება ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ ქმედებაში ყოველთვის ჩნდება რა შეგეშალა, რა უნდა გესწავლა, რა უნდა გითქვა, რა არ უნდა გაგეკეთებინა და ხვალე ახლიდან ამოდის მზე და ახლიდან დააპრაქტიკებ მაგას. ოღონდ მაგას მიხვდები თუ შიგნიდან მშვიდობა გაქვს და იმაზე დამოკიდებული არ ახარ. დამოკიდებული არ იქნება ეს სამი რაღაცა რომ გავითავისოთ, არც სიყვარული გინდოდეს ვინმესგან. არც პატივისცემა და არც აღიარება. როცა შენ მაგას манипуляციას არ ვკეთებ, და ამ მომენტში შენს თავს ეკითხები, თუ ეს არ მენდომებოდა, რას გავაკეთებდი? და ესე პასუხს მოძებნი, ამას ვიტყოდი მაგალითად. თქვი, ან ლაღე კვერცხს გესვრიან და მიტყვი, არ მოეწონათ. ან კიდე შეგეკითხებიან, კიდე გვინდა იცი მოვისმენოთ და წინასწარ მაგაზე რატომ უნდა დაფიქრდე? ანუ პროცესი იყავ, გესმის, მიყევი მაგ ყველაფერს და შენ იქნები თავისუფალი ადამიანი დამოკიდებულებებისგან, მინდასგან, აღიარებისგან და მე ის კი არა რომ შენ უფრო თავისუფლად იქნები, თავისუფლადაც იქნები და მკეთებელიც კი გაქრება შენში. კეთებელი თავისით ხდება სიცოცხლე, მართლა თავისით ხდება. ხო ყველასა გვაქვს ეგ სინქრონი უკვე გამოცდილი არის რა. ამას გავიფიქრებ და ის ადამიანი მოდის. ეს დამჭირდა და ის შემოვიდა. თუ რაღაცა გვინდოდა და ვიხვეწებოდით თუ ვფიქრობდით, ეს გამოცდილება მინდა და არ მოვიდა. ესეთი ვარ ხოლმე, მადლობა ღმერთო რა, კიდევ კარგი ყველა სურვილი არ მისრულდება. მე თუ ვინმეს ვენდობ ეს არის ზეცა. შიგნით რო შეტრიალდები, ერთ-ერთი კიდე ჩემთვის იყო, ერთ-ერთი თავისუფლების, არ ვიცი, რა დავარქვა ქვაკუთხედი თუ ხაზი, კარგი ხაზს დავარქმევ, იყო ესეთი რაღაცა, უცებ მივხვდი რომ გარეთ ყველას გვეშლება ადამიანურ გამოცდილებაში. ხა, შიგნით რო კითხვების დასმა დავიწყე და პასუხებიც მოვიდა, ხო? და რამდენჯერაც ვიკითხე, არასოდეს არ დამტოვეს და მივხვდი რომ თან რაღაცა გამოცდილებებიც მქონდა რა, რომელიც რითი დავიმსახურე არ ვიცი, მაგრამ მოხდა და მქონდა რამოდენიმე წლების განმავლობაში, რომ ის კიდე მანიშნებდა საით უნდა წავსულიყავი და მივხვდი რომ რა გირჩევია მართლა სიყვარულია ესე წყაროდან და სათავედან მოდიოდეს საიდანაც არილევა ულევია და მართლა სადაც არის და შეიძლება ესეც ვთქვათ ძალიან ადამიანური ენით პატივისცემა იქიდან იყოს რომ ეს ის არხია რომელსაც ჩვენ ვიღენებთ რომელიც არ გიღალატებს არ მიგატოვებს არასდროს და ყოველთვის გაძლევს, ყოველთვის გადაგავს. შენ მარტო მიდი დაცარიელებული და ნდობა ისწავლე. დაიცალე. ოღონდ მე თან ისე გააკეთე, რომ რითიც გადაივსე, ვის არ დაისაკუთრო. რომ ნახე, გარეთ როგორც გინდა ლამაზად კარგად როლი მოირგო, შიგნით ხო ვერ მოიტყუილებია რა. შიგნით იყავი ის რაც არის. ისიც აღიარ, ეხლა ეს გაჩნდა და თუ არ დაუჯერებ იმას, რაც ჩემში გაჩნდა ის სურვილი. ჩემთან რა შუაშია. მოდი ხა სიყვარულსაც თავისუფლება გასაგებია თავისთავად და სიყვარულს ჩავყავდეთ, იმიტომ რომ ერთია სიტყვა, მეორე მისი გაგება. რა სიყვარულზე ვსაუბრობთ? ხა ის რომ არ ვიცი ვიღაცას რომელიღაც კერძი უყვარს და რომელიღაც არ ვიცი ფილმია, ნახატია, აბა ტანსაცმელი და ასე შემდეგ, თუ რა არის ეს სიყვარული? ესეც რო დავაკონკრეტოთ, თქვენ, როცა ამ სიტყვას იყენებთ, როგორც წყაროს, თქვათ, ენერგიის, ხო, ემოციების და ასე შემდეგ, რა არის ეს? Some people ჩემ თავში. ჩემთვის სიყვარული არის ჩემთვის პირადად. ყველაზე ერთი სიტყვით რო გითხრა. ჩემი სახლი. როგორც კი რამეზე ან დავიბნები, ან შემეშინდება, ან მეწყინება, ან მეტკინება, რაც გინდა გაჩნდეს, გავარბივარ იქით. გავარბივარ იმითი, რაც მაქვს. და ისე გავჩერდები, იქ უნდა გავჩუმდე, იქ უნდა მივიდე. სივრცე მჭირდა, ეგ მაძლევს იმ სივრცეს და დროისად, ხო, სივრცე იქნება ალბათ, სადაც მე შემიძლია ვიგრძნო, რასაც გძნობ და შემიძლია რომ
არც მამაცი ვიყო, არც არაჩვეულებრივი ვიყო, არც სრულყოფილი. რავი, მე ვარ ამ მომენტში გოგო რომ ესაც შეეშინდა, მეტი არაფერი. დი კრიტიკა არ არის. სიყვარულში განსჯა არ არსებობს აბსოლუტურად. და მე იმ დროსა და სივრცეს ვიყენებ იმისთვის, რომ სიყვარულს თხოვრო, ეხა შენი თვალით დავანახე ეს ყველაფერი. და ყოველთვის ერთი და იგივე წერტილამდე მივდივარ. ყოველთვის მეკითხება, რომ შენ თვითონ რა სწავლობ აქედან? შენ თვითონ რა გეშლება? შენ თვითონ როგორ აფასებ ენდე შენს თავს? შენ თვითონ როგორ გინდა თურმე რა ყოფილა კიდევ ღირებული ან როგორი კანონი გქონია? ეგ შენია, სულ საკუთარ თავთან მაბრუნებს. ანუ სიმართლე შენ სიბძნეს მიღვიძებს. სიყვარული ჩემთვის არის სახლი, სადაც სიბრძნეში ვიღვიძებ. ოღონდ მაგ პროცესში, ახლა როგორც გინდა ლამაზად ჟღერდეს რა. ჯერ ერთი პრაქტიკა სჭირდება. უნდა ენდო რა მაგას. აი ზოგჯერ რაღაცისთვის მიყურებია ერთი კვირა რა. რომ იქ სანამ რამე ბობოქრობს, ხო? არა უჩქარო. გარეთ ცხოვრებაში ერთ რაღაცაზე დაგჭირდება ხელის გაშვება. არ უნდა გინდოდეს სუ კარგი ჩანდეს, სუ საყვარელი, პოპულარი, გარეთ წაგება უნდა ისწავლო. როგორც გინდა სულელურად და სუსტად გამოჩნდე, მაგისი არ უნდა შეგეშინდეს. იმ შიშითვე მიდი იმ სახლში შედი და სანამ მისი თვალებით არ შეაფასებ რაღაცას, იქიდან არ უნდა გამოხვიდე. აი არის ჩემთვის სიყვარული და მე მივხვდი რომ ეცით როგორი სამართლიანია რომ აი აღმატებულება არ არსებობს რომ მე ხო თქვენ ეხლა გაგიცანით რაღაც რამოდენიმე დღის წინ შევხვდით ერთმანეთს ეხლა ზედაპირზე რაღაცა იდეებში ვიღაცისთვის ვგიჟდებოდე და რაღაცა ვაფრენდე ესი არა მაგრამ სიყვარულს განვიცდი ყველას მიმართ ჩემი შვილიც მიყვარს თქვენს გაგიცანით და ნებისმიერი და ამას მივხვდი რომ ლიმიტაცია არ აქვს მე თუ იდეაში არ გავუკეთე ლიმიტაცია თუ მე საკუთრეობა არ გავაჩინე სიყვარულს რა ლიმიტაცია აქვს უპირობოა უფასოა არ სჭირდება მაგას აი ესეთი პირობები აი მას უნდა აკმაყოფილებდეს და მე მეყვარება თან ვიცი რომ რამდენჯერაც ვიღაცა ცოტა გავაკრიტიკე იქ მოვგალი ჩემი სიყვარული ხედვაც მოვიგალი მე რა სისულელია მოდი მე მეყვარება ჩემი მე თვითონ როგორც უნდა ისე შემაფასონ აი მე სიყვარულიდან შევხედავ და ისე ვიცხოვრებ ამ მომენტს და ამ ურთიერთობას როგორც შევძლებ სიყვარულიდან და ხო ეგ არის ის ადგილი სადაც თავმოკლეჭილი გაორბივარ ადრე ძალიან სულ ყოველ წამს ძალიან ისეთი მივდიოდი ხოლმე და ეხლა უფრო ვარმანდ ეხლა შემიძლია ვთქვა რომ მივხვდი რომ ეგ სულ გახსნილი უნდა იყოს ეს სახლია და იქ უნდა ცხოვრობდე იპოვოთ საკუთარი თავი საკუთარ სიყვარულში ფაქტობრივად იმ სივრცეში სადაც არის აი ეს უშრეთი ენერგია ფაქტობრივად ამაზეა ეხა საუბარი ხო აი ამ მისასვლელ გზას კიდევ ჭირდება შეჩერება ჩვენ ვართ ისეთ მოცემულობაში ასე ვთქვათ როცა სულ სადღაც გავრბივართ აი მე ვახსენე ხო აი სხვა ინფორმაცია რომელშიც ველში ვართ ფაქტობრივად და სულ მუდმივად ითხოვს ჩვენგან რეაგირებას ხო მოვიდა ინფორმაცია მე ამაზე რაღაცა რეაქცია უნდა მქონდეს აი ხა ესე ფილოსოფიად რო არ დარჩეს ელემენტარულად ხო ჩვენ გვაქვს რომელიმე гаджеტი რომელიმე სოციალურ ქსელს სკროლავთ მუდმივად მე ამას ჩართული ვართ რო იქ ოწონებებს ვადეთ ვაზიარებთ ვინახავთ ხო მუდმივად ამ პროცესში ვართ და ესე ხა მეტაფორად ვთქვით რომ ყველგან ასე ვართ ყველაფერში ფაქტობრივად ხო სულ რაღაც საქმეა სულ გამოწვევა სულ გეგმა სულ რაღაცა უნდა მოვასწროთ ეს ჩავტიოთ ამ დროში და ძალიან ხშირად გვესმის რომ აი დრო აჩქარდა დრო აღარაფრისთვის აღარ არის და აი ამ რეჟიმის პარალელურად როგორ ნახეთ როგორ დავფიქრდე იმაზე რომ აი ამ გარედან თავს მოხვეულ წესრიგს დაუპირისპირდე აქედან ამოვარდე და გამიჩნდეს
კითხვა რომ მე ვარ, მე ჩემ თავთან კომუნიკაციაში, ჩემ თავთან ურთიერთობაში სწორად ვიქცევი თუ არა. აი თუ ამოცანას ვსვავ და მესმის რომ არ არის მარტივი კითხვა, მაგრამ აი როგორ მოვახერხო? რომ აი ამ ყველაფრისგან ესე გავიწყობდე და მივიდე აი ამ თავარ შეკითხვამდე, რომელიც მე უკვე რაზეც ვისაუბრეთ ფაქტობრივად, უკვე ლოგიკურად მიგვიყვანს, ხო? დავფიქრდებით თავისუფლებაზე, დავფიქრდებით სიყვარულზე, დავფიქრდებით ჩვენ რატო რეალისტებით გარეთ და რატო არ ვართ თვითკმარები შიგნით და ასე შემდეგ. ყველაფერი მოვა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოვა, თუ მე აი ამ რეჟიმში, ან წესრიგში ვარ და აქედან თავს ვერ ვაღწევ. აი როგორ დავაღწიო თავი? კი, საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა და ბევრისთვის, რა თქმა უნდა, ახლა მაგისი არ ვიცი, მოსაზრების მოსმენა კარგი იქნებოდა, მე ჩემსაც კეთვით. არ ვიცი, ხასხვის. თქვენი გვაინტერესებდა. შაშან მაგალითად არც პოდკასტებზე წავედი, უარს ვეუბნებოდი, თითქმის არაფერი არ გამიკეთებია, გარეთ არ გავსვე, ჩემ სივრცეში ვიყავი და ვმუშაობდი. თქვენი კითხვას რომ მოусმინოთ, მთავარი მაინც ნახე აქცენტი იმაზეა, რომ რამხელა ემოციური დამოკიდებულებაში ვართ სამყაროსთან, რომ ისევ გჯერა, რომ ისე ვერ ვიცხოვრებ, როგორც მე მინდა და ჩემი თავისთვის დრო არ მაქვს. რო არ იყო ემოციურად დამოკიდებული, მაგას იკითხავდით საერთოდ ადამიანი? არ იკითხავდი. შენი სიმართლიდან იცხოვრებდი, შენივე მაღალი ზნეობის პასუხისმგებლობიდან, გარეთა შოლტიდან არა. შენ არსად, აი, შენი თავი არ უნდა, ყველგან უნდა დაიჭირო. არაფერი არ უნდა აპატიო ეგოში რაც გაჩნდება, ხო? ყოველთვის უნდა წმენდავდე და საკუთარ სახს ალაგებდე. და მე რაც უფრო მეტი იცი და რაც უფრო მეტი ენერგია გვაქვს, მეტი შესაძლებლობები და რესურსი გაქვს. ყველა არხში ისეთი შესაძლებლობები იხსნება, რომელიც მეორე არხში არ არის. ის შენი გასაკეთებელია. გარეთ ვერც კი გეტყვია რომ ეგ უნდა გააკეთო და ზოგჯერ ისეთ რაღაცას აკეთებ, არც კი იციან ადამიანებმა რომ მაგას შენაკეთებ. და ვერც იმიტომ რომ ეგ შენი გასაკეთებელია, ეს უნდა აღარა გაქვს, ხო? მაგრამ შენ რომ მიხვდები რომ ჩემთვის დრო რატო არა მაქვს? ისევ ემოციურ ანუ ჩვენ ისევ იქიდან რაღაცა გვინდა. და აი შაშან მაგალითად მქონდა ესეთი პერიოდი, რამდენჯერაც დავილაპარაკე. დავმძიმდი. მივხვდი რომ არ უნდა თქვა და მე რადგანაც სახელი მქვია რომ რა ვიცი, ხა კოუჩი ვარ თუ რაღაცას ვარჩევ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდე და თანაც ყოველთვის უნდა ვლაპარაკავდე. მივხვდი, რომ მე მჭირდებოდა დაცარიელება და გუში 1-2 მკვდარი წერტილი მქონდა და იქ უნდა ყოფილიყავი და გამოვიკლოვე, მე დამჭირდა ეგ. საერთოდ არ მიფიქრია გარეთ ჩემზე რას იფიქრებდნენ, სად დაიკარგა, ვინმე არაფერი არ იცის, ამოწურა, ვინ არის ეს. მაგ დამოკიდებულებიდან არ მიაზროვნია და საერთოდ არ მაინტერესებდა. როცა ადამიანი საკუთარ სიმართლეში ერკვევა, კითხვები უნდა დასვა, რა მიზნით ამბობ რაღაცას, რა მიზნით აკეთებ რაღაცას, რა მიზნით ეხმარები ვიღაცას, შენ თავთან მართალი უნდა იყო, შენი სიმართლეს თუ არ ცხოვრობ და მეგობას რო არ ეწყინოს, უნდა დაურეკო ისე დროს, როცა შენ უბრალოდ ზეინობა გინდა შენთვის და ხმის ამოღება არ გინდა. რა მონობა და რა ემოციური დამოკიდებულება. უნდა გამოხვიდე მაგ ემოციური დამოკიდებულებიდან. არც შვილი, არც პარტნიორი, არც მეგობარი, არავინ არ უნდა დაიტოვო. რომ თანაც უნდა ჩახსნა ეგ. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი დროებითია. ნებისმიერი ურთიერთობა, ნებისმიერი მოვლენა და პროცესი, მაინც ჩემი გაკეთებულია, ჩემი შექმნელი ხარ თქვენც, ჩემი სარკე ხარ, მეტი რა, სარკეს რატო უნდა მიეწებო, სარკე მე რასაც ვხედავ და რითიც ვაცნობიერებთ, ერთი და იგივე ვარ და უცებ ვიძახო, რომ სარკეს ვერ ვშორდები, სარკეს ვერ ვშორდები. ეგრე თავის მოტყუილება. ანუ თუ რაღაცაზე დამოკიდებული არ იქნები, რაღაცა მოსაზრებაზე, იდეაზე, შეიძლება ერთი იდეა იყოს და უცებ აღმოაჩინო, რომ აი მას რატო ვერ ვაკეთე, რისი მჯერა, თუ უცებ გააცნობია, როდესაც
3 წელი ესეთი იქნები. რანაირად ვერ მივხვდი და მორჩა. მაგას არ სჭირდება ნუ ვეძებთ გარეთ რაღაცა ცისფერ რაღაცა ტაბლეტს, ამ მეთოდს, ამ რაღაცა ჩამოყალიბებული იდეას, რომელსაც ესე ჩაყლაპავ და უცებ გაგინა. ეგეთი რაღაცა სისულელეა. ყველაზე ლამაზი სიცოცხლე ხდება ერთ შემთხვევაში, რაც ქრისტემ თქვა, ხეს მოჭრი და იქავარ ქვასაწევ და იმის ქვეშა ვარ. არ არსებობს მომენტი, მოვლენა, ნივთი და გამოცდილება, რომ იმაში ჭეშმარიტება არ იყოს. მარტო მიმღებლობა უნდა გაიჩინო, რაც არის და კითხოდასო, ეს როგორ დავინახო? აქ მე ვინა ვარ, ამას როგორ ვაფასებ? მას ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? და კონტაქტში ხარ საკუთარ თავთან ყველაფერთან. სულის ჩათვლით და ქრისტეს ცნობიერება იხსნება ჩვენს გარეთ კი არ არის ესე იგი ყოველდღიური გაცნობიერებით რას ვაკეთებთ და რატო ვაკეთებთ ჩვენ შეგვიძლია დამოკიდებულებებს გადახედე ეს რატო დავიჯერე რომ ამას სხვანაირად ვერ გავაკეთებ რატო ვარ მიჯაჭვული იმაზე და ის მიჯაჭვულება ზოგჯერ ემოცია იქნება და ზოგჯერ იდეა იქნება რომელიც არის ძალიან სასიცილო და უმანკო რაც უფრო მოკლეა წინადადება იდეაში ერთსიტყვიანი ან ორსიტყვიანი ხო მით უფროს და იმას სწრაფად აზროვნებს გონება მით უფრო ესე გაგისყდება ვერ ახედავ იმიტომ რომ სწრაფად ბრუნავს აბა შეხედეთ ჩვენს გარშემოც ყველაზე დიდი ტყუილები ორსიტყვიანია და ადამიანები იჯერებენ მე გინდა დამორჩა შევეხეთ მაინც პარდიკას sorry მეტი აღარ ძალიან მიყვარს უსპენსკი თუ ვინმეს ესეთი ლამაზად დახარისხებული ესე ყველა ყუთში ჩალაგებული დაყოფა როგორ მიდის ადამიანში უსპენსკი ერთ-ერთი იმათ თაგანია ვინც ეს ძალიან ლამაზად ესეთი ფსიქოლოგიური მხრიდან დაალაგა და გააკეთა ხო მას აქვს ახსნილი სამყაროს წარმოშობაში იღებს 3 ენერგია მონაწილეობას ერთი არის აქტიური მეორე არის პასიური, იმის საწინააღმდეგო და მესამე არის ნეიტრალური. ყველაფერი აბსოლუტურად, ყველა განზომილებაში უფორმო იყო თუ ფორმიანი ეონებიდან დაწყებული. 3 ენერგიით იქნება ყველაფერი და თან ჩვენი სახარებიდან უკანასკნელი პირველი როგორ ხდება, მაშინ მივხვდი, მანამდე ის უტრიალებდი და ვერაფრით ვერ დავინახე. პირველი არის აქტიური. მაგრამ ყველა ქმედებას თავისი უკუქმედება აქვს. ეს არის მარჯვენა და მარცხენა. რადგანაც ჩვენი განზომილებაში ვარ და ის არსებები ვართ, რომელსაც 2 ნაწილი აქვს. ოღონდ შუაც აქვს, ვერტიკალიც უნდა შემოიტანო იქ. ნეიტრალი სადაც არის. ნეიტრალზე რომ დადგები, ხო? შენ ვერცერთს ვერ გამორიცხავ. იმასაც კი მიხვდები, რომ დემონური სამყაროც კი საჭიროა. საჭირო რო არ იყოს, ხო? მაშინ კითხვის ნიშანს უსვავ მთლიან შემოქმედებას, რომ რატო შექმნა, ხო? ყველაფერი იმისი შექმნილი, ეს არის საჭირო, მაგრამ გააჩნია რა ხარისხით და რა ზომიერებით აკეთებ იმ შენს, არ ვიცი, კერტს, რომელიც აქედანაც უნდა აიღო და აქედანაც. თუ რომელიმეს გამორიცხავ შენ ვერასოდეს წინ ვერ წახვალ. ერთ ადგილას ესე იტრიალებს, ერთი და იგივე ლუპი გაჩნდება ესეთი. მაგრამ თუ ერთსაც შეხედავ და მეორესაც და იქ შემოდის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, რომ გადაწყვეტავს, რომ თავისუფლების გზას უნდა დაადგეს. მოსმენა უნდა ისწავლოს განსჯის გარეშე. შიგნითაც და გარეთაც. ჯერ შიგნით უნდა დაპრაქტიკოს წლების განმავლობაში, მერე გარეთაც შესაბამისად ესე უნდა ისმენოს. შენ რო განუსჯელად რაღაცეებს უსმენ, ხო? იქ ლაგდება მერე ყველაფერი. ეს არის ნეიტრალური ენერგია. სანამ ნეიტრალური ენერგია არ შემოვა და მესამე ძალა არ დაიბადება, რომელიც
არც ავტორიტეტს ისა რა ქვია აღიარებს, არც კერპი უნდა, არც მარჯვნიდან და არც მარცხნიდან. არავის მხარეზე არ არის, ხო? შენ ახარ ნეიტრალური ძალა, რომელიც სიმართლის მხარეზე დგები და საერთო ინტერესებისგან გამომდინარე, რაც ყველაზე აუცილებელი, სასარგებლო და საჭიროა, ის უნდა მოხდეს, ეს უნდა დაიბადოს. აი, ეს არის ის ვაჟი, ის ყველა ეპოქას რო აქვს, ყველა ქვეყანას რო აქვს რთულ სიტუაციებში, არ შეიძლება ამდენ ხანს გაიწელოს ამდენი ქაოსი. იქ უნდა დაიბადოს ნეიტრალური, ისა რა ქვია, ძალა, მესამე ძალა, რომელიც გახდება მერე აქტიური. ანუ ბოლო იყო და პირველი გახდება. აქტიური გახდება, მერე ყველაფერი ცდება. იქ შეცდომები ხდება. ყოველთვის იმას თავისი საპირისპირო გამოუჩნდება და ისევ ნეიტრალური უნდა დაიბადოს. და ამას ვერ დაბადებს ერი, თუ ინდივიდუალურად ერთხელ მაინც საკუთარ თავში გაკეთებული არა გაქვს. მოსმენის, სიყვარულის და ნეიტრალობის გარეშე შენ მაგას ვერ გააკეთებ. სანამ რამეზე ხარ დამოკიდებული, აი მე იმაზეც არა ვარ დამოკიდებული, აი იმ იდეაზე, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა იყოს დედამიწაზე. მე მინდა და თუ რამე შემიძლია მაგ პროცესში რომ მონაწილეობა მივიღო, როგორ შეიძლება რომ ეს განემარტო არსებობდეს, თან თავის უმაღლეს განვითარებისკენ მიდიოდეს, ხო? იმ პროცესში მე ვითხოვ, რომ მე მიმაღებინეთ, ჩამრთეთ და ჩემი სიტყვა ჩემი არხიდან რაც უნდა მოხდეს, საქმით თუ სიტყვით, ის უნდა გამაკეთებინონ. მე ვინა ვარ? არ შეიძლება მასე იბადება ეგოს კულმინაცია, ხო? მაგრამ იმაზე არა ვარ დამოკიდებული, რომ ვაი, მე საქართველოს არ უნდა იყოს, ან დედამიწა არ უნდა იყოს. მაგ იდეაზე არა ვარ დამოკიდებული. ნეიტრალური ენერგიის ხმარება უნდა ვისწავლოთ და უკანასკნელი ყოველთვის ანუ წინ გაგვიძღვება ბავშვი, ანუ ახალი დაბადება. ეხლა რა არის იცით, მე მაგალითად ძალიანაც მომხრევა, რომ ამდენი არხი გაჩნდა და ამდენი პოდკასტი და ამდენი ადამიანი ლაპარაკობს. მაგას თავისი დადებითი მხარე. ეხლა ლაფსუსები და რაღაცეები იქნება და ეგოს რო რაღაცეებს გადავაყოლებთ სათითაო. მაგაც ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. ეს არის ის არხი, საიდანაც რაღაცა ახალი ბავშვი იბადება, ახალი ხედვა. ირაკლი 8 წლის წინ ვერ ვიოცნებებდი, წყვილებთან მემუშავა და მამაკაცები მოსულიყვნენ ჩემთან. იცი რამდენი ბიჭები მოდიან? აი, ჩემს თვალწინ იბადება ახალი ცნობიერებისა და გაგების ქართველი მამაკაცი. აი, აღარ ვიცი ხოლმე მადლიერებით, აი ეს ხელებს აწევ ღმერთო, მადლობა რომ ამას დამასწარი, აი ამ პროცესში მონაწილეობას მაღებინებ და აი მას ვხედავ. ეს აუცილებელია. მე ვიტყოდი, არ არის კიდე საკმარისი. სათითაო ადამიანს ერთ-ერთზე ვიღაცა უნდა ეჯდეს. სხვა მესამე რაღაცა ჯანსაღძალას მე ვერავ ხედავ. აი ეს არის ის არხი, საიდანაც ის მესამე ძალა, ახალი ცნობიერების ქართველი ადამიანი დაიბადება, რომელიც მუჩხუბარ ძმებს შეალეგებს, ეტყვა, არჩენა ხარ მართალი და არჩენ, შენც მართალი ხარ და შენც. ხოც და არაც და ახალ სიტყვის ისეც, რომელიც იმათმა ვერ მოახერხეს და პოლარიზაციაც მოისპობა. რა თქმა უნდა, იქ როგორც კი რაღაცა გამარჯვება მოხდება, ეშმაკს არ წინავს ნებისმიერ კულმინაციას სინათლეშიც და სიბნელეშიც. აი შესაძლებლობა დაიდო, იქ კიდე იზრდება, ახალი შესაძლებლობაში უნდა გაიღვიძოს ადამიანმა. იმიტომ ეს პროცესს ვერ მოვჩევით. კითხვა ის არის, აი ამ სიტუაციაში ჩვენ თვითონ რამდენად გაცნობიერებული გვაქვს, აი ამ პროცესში როგორ ვიღებ მონაწილეობას ზედმეტი ეგოიზმის, ვაიმე მე გადავარჩენ საქართველოს. მე მაგალითად არ მინდა საქართველოს გადარჩენა. მე მინდა რომ ჩემი საქმე მაკეთებინონ, აი არ ვიცი, რაც სათქმელია ისი თქვას, რაც გასაკეთებელია, რაც შესაყვარებელია და აი გვიგრძნო და მაგითი ვიცხოვრო. რაც მოხდება, დავინახავ. შედეგი არ ვიცი, ირაკლი, მაგრამ მე მინდა რომ ამ პროცესში ვიყო ნეიტრალური ძალა, უნდა დავბადოთ საკუთარ თავში, ეზოთერიზმა ეს მოიტანა ახლა და ზუსტად აქედან შემოვა ჯანსაღი სიტყვის თქმა, რომელიც არ იქნება არც აგრესიული, არც გადახრილი, რომელიც იქნება ყველაზე მეტად მიახლოებული სიჯანსაღესთან, სიყვარულთან, მთლიანობასთან და ერთობასთან. ამიტომ ბევრი უნდა ვისაუბროთ. ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ. მადლობა.
გეშვიდობებით, დავიმშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, შევხვდებით მომავალ პოდკასტებში საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად. ნახვამდის.